პირველი, ჩვენი თავარი თემა ეს არის მონაცემთა ბაზების საწყისები, Oracle SQL. SQL ეს არის სტრუქტურირებული მოთხოვნების ენა, რომელსაც ჩვენ გავდივართ Oracle-ის მაგალითზე. პირველი საკითხი ეს არის მონაცემთა ბაზის კონცეფცია. მეორე არის SQL, თვითონ რა არის SQL როგორც სტრუქტურირებული მოთხოვნების ენა. მესამე თემა, მესამე საკითხი გვაქვს კარიერული განვითარება, სტატისტიკური მონაცემები და დასკვნითი აზრები და რჩევები, რა შეიძლება გავაზიაროთ, ხო? პირველ რიგში რა არის მონაცემთა ბაზის კონცეფცია? ისთვის გამოიყენება მონაცემთა ბაზა და რა დანიშნულება აქვს. მონაცემთა ბაზა გავს სუპერორგანიზებულ ციფრულ ჟურნალს, რომელიც ინახავს ინფორმაციას. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ფურცლებზე ბეჭდოთ მონაცემები ან სხვა ფაილებს შევინახოთ, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად მოუხერხებელია, რადგან ფურცელზე ნაბეჭდი ინფორმაცია არ არის რედაქტირებადი და არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მარტივად მოვძებნოთ საჭირო ინფორმაცია. ასევე ფაილებში ძებნაც რთულია, ამისათვის გვჭირდება მონაცემთა ბაზა. მონაცემთა ბაზას ჩვენ ვინახავთ, შეგვიძლია შევინახოთ მონაცემები მარტივად, მოვძებნოთ ეს მონაცემები და მართოთ მონაცემები. მონაცემების მართვა შეიგულისხმება ის, რომ მონაცემების დამატება შეგვიძლია, მათი რედაქტირება და ან წაშლა, ხო, გაუქმება. ხო? მაგალითად რომ მოვიყვანოთ, გვაქვს წარმოგიდგენთ, რომ გვაქვს პიცერია, ბიზნესი. ხო, ბიზნეს პროცესის წარმატებულად მართვისთვის ჩვენ უნდა ფლობდეთ შემდეგ მონაცემებს. პირველი ეს არის კლიენტების შესახებ მონაცემები, ვინ შეუკვეთა. მეორე ეს არის შეკვეთების შესახებ, რა შეუკვეთეს და მესამე მიწოდების შესახებ. ამ სამ მიიტანოთ თითოეული ეს შეკვეთა. ამ ინფორმაციის შენახვა შეიძლება ხურცლებზე, თუმცა თუ დიდი რაოდენობით შეკვეთა გაქვთ, მაგალითად დღეში 100. ასეთი ფორმით მონაცემების მართვა იქნება რთული და ნელი პროცესი, ხო? ამის ნაცვლად ინფორმაცია ჯობია შევინახოთ მონაცემთა ბაზაში, სადაც ნებისმიერი შეკვეთის მოძებნა უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი. ხას უსვამთ სისწრაფეს, იმიტომ რომ როდესაც არსებობს კონკურენცია, როდესაც არსებობს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, იმისათვის რომ ნებისმიერ ბიზნესში, ხო, რა მიმართულებაც არ უნდა იყოს შევინარჩუნოთ ჩვენი თავი და ვიყოთ წარმატებულები, გვჭირდება რომ ყველაფერი ვაკეთოთ სწრაფად და ხარისხიანად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის SQL? SQL ეს არის სტრუქტურირებული მოთხოვნების ენა, ეს არ არის ტრადიციული პროგრამირების ენა, როგორც არის მაგალითად Python-ი და არის ძალიან მარტივი და ადვილად შესასწავლი ენა. სტრუქტურირებული ნიშნავს იმას, რომ ჩვენ SQL-ში ვიყენებთ სხვა ბრძანებებს და ეს არის მარტივი ბრძანებები, როგორც მათი რაოდენობა, ასევე მათი სინტაქსი არის ძალიან მარტივი და ეს ბრძანებები ეყრდნობა გარკვეულ სტრუქტურას. თითოეულ ბრძანებას აქვს თავისი დანიშნულება, როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება, ხო, და როდის უნდა გამოვიყენოთ ისინი, ანუ რა დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ ეს ბრძანებები და რა მიზანს ემსახურებიან ისინი. SQL იშიფრება როგორც structured query language და როგორც თქვი, ეს არ არის ტრადიციული პროგრამირების ენა, არის უფრო მარტივი და ეფექტური იმ კუთხით, რომ შედგება ეს ბრძანებები, რომელსაც ჩვენ SQL-ში ვიყენებთ, შედგება მარტივი ინგლისური ტერმინოლოგიისგან, თქვენ მარტივი თუ ინგლისურ ენასთან თავისუფლად ხართ და არ გაქვთ რაღაც ღრმა ცოდნა, თუნდაც ელემენტარული ცოდნა გაქვთ, ძალიან სწრაფად და ადვილად ისწავლთ. SQL-ს ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ მონაცემთა ბაზას მიმართოთ, სადაც ინახება მონაცემები და ეს არის რეალურად მონაცემთა სანახი, მხოლოდ SQL-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ამ მონაცემებზე ურთიერთქმედება მოვარდნოთ, ხო? და მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც არის მონაცემთა ბაზაში, ან შევცვალოთ ეს არსებული მონაცემები, იმიტომ რომ მონაცემები არის მონაცემების არ ინახება უცვლელად, ხო, მუდმივად, ის მუდმივად იცვლება და გვჭირდება ამ პროცესის ეფექტურად და კარგად მართვა. გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სფეროში, ეს იქნება ფინანსები, ჯანდაცვა, ელექტრონული კომერცია და ამ შემდეგ. და როგორი ბრძანების ერთად ბრძანებებს შეიცავს SQL. პირველი ეს არის select, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია მონაცემთა ბაზის ცხრილებში არსებული მონაცემები გამოვიტანოთ ეკრანზე და შემდეგ დავამუშავოთ დამატებითი ანალიზის თვის. ბრძანება insert, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ
ახალი სუბიექტის შესახებ ჩანაწერი დავამატოთ, ანუ რაღაც ახალი ინფორმაცია დავამატოთ. მონაცემთა ბაზაში update ბრძანებით ჩვენ არსებულ ჩანაწერში შეგვიძლია შევცვალოთ ერთი ან რამდენიმე მნიშვნელობა და delete ბრძანებით ვახდენთ არსებული ჩანაწერების წაშლას და გაუქმებას. ახლა ნახოთ მაგალითი აი პიცერიის შემთხვევაში, ხო, როგორი მონაცემთა ბაზა გვექნება. ჩვენ თქვით, რომ გვჭირდება ინფორმაცია კლიენტების შესახებ და კლიენტების შესახებ ინფორმაცია უნდა შევინახოთ ცხრილში. ცხრილს ექნება, ცხრილს აქვს ესეთი ფორმა. გვაქვს სვეტები და ჩანაწერები. ხო, სვეტები განლაგებულია ვერტიკალურად, ჩანაწერები არის განლაგებული ჰორიზონტალურად. თითოეული ჩანაწერი ეს არის ინფორმაცია ერთეულის შესახებ. თუ საუბარი კლიენტების ცხრილზე, ერთი ჩანაწერი ეს არის ინფორმაცია ერთი კლიენტის შესახებ, ანუ სრული ინფორმაცია, ხო? ხოლო სვეტები განსაზღვრავს აი ამ ჩანაწერის შესახებ მონაცემებს. Customer ID ეს არის სვეტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ თითოეულ ჩანაწერს უბრალოდ უნომრავს და ეს ნომრები არის უნიკალური. Name სვეტის საშუალებით გვაქვს ვინახავთ ინფორმაციას კლიენტების სახელების შესახებ, მათი გვარების შესახებ. Phone სვეტში ვინახავთ ინფორმაციას მათი ტელეფონების შესახებ და address სვეტში ვინახავთ ინფორმაციას მათი მისამართების შესახებ. შესაბამისად, აი ამ ცხრილზე, ცხრილის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სრული ინფორმაცია თითოეული კლიენტის შესახებ. შეკვეთების ცხრილშიც გვაქვს ესეთი ID სვეტი, რომელსაც თავისი ნუმერაცია აქვს, თავარია რომ ეს ნუმერაცია იყოს უნიკალური, ანუ მისი მნიშვნელობები არ მეორდებოდეს და რა დაპირთვა აქვს აი ამ customer ID-ს. Customer ID-ს სვეტი ეს არის ლინკი რეალურად კლიენტების ცხრილთან. თითოეული აი ამ სვეტის მნიშვნელობის ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ კონკრეტული შეკვეთა რომელ კლიენტს ეკუთვნის, ხო? მაგალითად, პირველი შეკვეთა, რომლის ნომერი არის 101, ეკუთვნის კლიენტს, რომლის სახელია ჯონ, იმიტომ რომ მისი customer ID არის 1, ხო? აი ესეთი ფორმით განისაზღვრება კავშირები, ანუ რელაცია მონაცემთა ბაზის ენაზე და Oracle SQL არის ზუსტად რელაციური მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა. აქვე გეტყვით, რომ ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები დღესდღეობით არის ზუსტად რელაციური მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა. და ამასაც ვიტყვით რატო. შემდეგი სვეტი ეს არის პიცის სახეობა, ხო? quantity განსაზღვრავს რაოდენობას, ანუ რა რაოდენობის პიცის შეკვეთა მოხდა თითოეული კლიენტის მიერ, ხო? და pass price სვეტი განსაზღვრავს pass. შემდეგი ცხრილისა ჩვენ ვინახავთ მიწოდებას, ხო? ანუ სად მიგვაქვს ეს პიცა, სად ხდება მიწოდება, აქაც გვაქვს ID სვეტი, რომელიც განსაზღვრავს ნუმერაციას, ეს მნიშვნელობებიც უნდა იყოს აუცილებლად უნიკალური. აქ უკვე ლინკი გვაქვს order ID სვეტთან, ანუ რეალურად შეკვეთის ცხრილთან, ხო? აი ამ მეთოდით ჩვენ შეგვიძლია სადაც აგრეთვე ვიყენებთ რელაციას და ვაკავშირებთ ცხრილებს, ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ თითოეული მიწოდება, რომელ შეკვეთასთან არის დაკავშირებული. გვაქვს ინფორმაცია მძღოლის შესახებ, ვის მიაქვს ეს მონაცემის შეკვეთა ბოდიში და სტატუსის შესახებ, ანუ რა სტატუსი აქვს ამ კონკრეტულ შეკვეთას. მიაწოდეს, გზაშია, მზადების პროცესშია თუ როგორ. ხო? მნიშვნელოვანია ის, რომ აი ამ რელაციების მეშვეობით ჩვენ ვინარჩუნებთ მონაცემების თლიანობას და სიზუსტეს, იმიტომ რომ როდესაც გვაქვს ესეთი სტრუქტურა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავსაზღვროთ კავშირები, ხო? და თითოეულ ჩანაწერში, მაგალითად, შეკვეთების ცხრილში, როდესაც ახალ შეკვეთას დავამატებთ, აუცილებლად უნდა მივუთითოთ როგორც შეკვეთის ნომერი, ასევე კლიენტის ნომერი, ვისთან მიიღოს ეს პიცა, ხო? ამ შემთხვევაში პიცა. ხო? ესეთ შემთხვევაში ჩვენ ვინარჩუნებთ მონაცემების თლიანობას და სიზუსტეს. შეუძლებელი იქნება, რომ აქ გავსაზღვროთ აი ამ სვეტში გავსაზღვროთ ისეთი კლიენტი, რომელიც არ არსებობს. ამის საშუალებას არ მოხდეს მონაცემთა ბაზის სტრუქტურა, კერძოდ რელაციური მონაცემთა ბაზის სტრუქტურა. რაში გვეხმარება SQL, ხო? რაში ვიყენებთ ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ რეალურად ცხრილებში არსებული მონაცემები ეს არის უბრალოდ მონაცემები და ჩვენი მთავარი ამოცანა რომ ეს მონაცემები ან გამოვიტანოთ ეკრანზე, ან დავამუშაოთ გაგულწროთ, დავამატოთ ახალი ჩანაწერები, ან შევცვალოთ არსებული მონაცემები. მაგალითად, როდესაც ჩვენ
ჩვენი შეკვეთის მიწოდება მოხდება, უნდა მოხდეს სტატუსის ცვლილება, ხო? და გახდეს delivered status-ი. აი ესეთ შემთხვევაში ვიყენებთ უბრალოდ update ბრძანებას. როდესაც გვინდა ახალი შეკვეთა დავამატოთ, ან ახალი მიწოდება დავამატოთ, ვიყენებთ insert ბრძანებას. თუ გვინდა რომ გავაუქმოთ მაგალითად კლიენტი, არა ჩვენი კლიენტი და გვინდა დავშალოთ, გავაუქმოთ, ეს შემთხვევაში ვიყენებთ delete ბრძანებას. ხოლო როდესაც გვინდა რომ ამოვიღოთ მონაცემები, ამ ცხრილებში ან ცხრილებში არსებული მონაცემები ამოვიღოთ და გამოვიტანოთ ეკრანზე, ესეთ შემთხვევაში ვიყენებთ select ბრძანებას. და ამ შემთხვევაშიც მაგალითად თუ გვინდა რომ მივიღოთ ინფორმაცია ჯონის ყველა შეკვეთის შესახებ, ნაცვლად იმისა რომ ეს ინფორმაცია ვეძებოთ ფურცლებში დავკარგოთ ამაზე ძალიან ბევრი დრო, ჩვენ შეგვიძლია ეს კოდ ბრძანებით, მარტივ ეს კოდ ბრძანებით მივიღოთ ეს ინფორმაცია სწრაფად და ეფექტურად. გეძოთ აი ესეთი კონკრეტული სინტაქსი. დიდეული ამ ბრძანების სინტაქსს გავდივართ ჩვენი კურსის განმავლობაში და მთავარი რაც არის ეს არის ის რომ გვესმოდეს როდის რომელი ბრძანება უნდა გამოვიყენოთ და თითოეულ მაგას როგორი სტრუქტურა აქვს. ეს არის და ეს მეტი აქ არაფერი არ არის განსაკუთრებული. ხო? დავწერთ ბრძანებას pick from orders, ან მოგლოს orders ცხრილიდან ინფორმაცია, სადაც customer ID უდრის 1 და მივიღებთ ამ ზუსტად აი ამ ინფორმაციას. გავიგეთ, ხო? ხო, რატომ ვიხენებთ მონაცემთა ბაზას? იმიტომ რომ მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობა არის გვაძლევს შედეგს სწრაფად და ორგანიზებულად, არ არის საჭირო ინფორმაციის ფურცლებში ძებნა და ამაზე დროის გარგვა. ასევე ცვლილებების მიმართ ვართ მოქნილი, როდესაც მუშაობთ მონაცემთა ბაზასთან, ახალი კლიენტის ან მისამართის ან შეკვეთის დამატება ძალიან მარტივია, ანუ ახალი ჩანაწერის დამატებაც, ასევე მისი ცვლილებაც წაშლა ძალიან მარტივია. იქიდან გამომდინარე რომ გვაქვს რელაციური მონაცემთა ბაზები და გარკვეული კავშირები და შეზღუდვები და წესები, როგორ შეიძლება მონაცემების მართვა, იქიდან გამომდინარე შეცდომები არ არსებობს, ხო? და ასევე არ გვაქვს დუპლიკატები. მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ რამდენიმე მოხმარება შეიძლება გქონდეს ცუდომა საერთო მონაცემებზე და მთლიანობაში დაცულია მონაცემების უსაფრთხოებას იზუსტება. სად გამოიყენება მონაცემთა ბაზები? ნუ პრაქტიკულად ყველა სფეროში, აქ არის უბრალოდ პატარა სია ჩამოთვლილი, პრაქტიკულად ყველა სფეროში, სადაც ჩვენ გვაქვს მონაცემები, იქნება ეს გაყიდვები, თანამშრომლები, კლიენტები, პროდუქტები და ასე შემდეგ. ძირითადად ეს არის საბანკო სფერო, სადაც ვინახავთ ანგარიშების, კლიენტების ტრანზაქციების მონაცემებს, ეს არის ინტერნეტ მაღაზიები, სადაც ვინახავთ ინფორმაციის შეკვეთების და გადახდების შესახებ, სოციალური ქსელები, სადაც მართავთ სტატიების, პროფილების, კომენტარების მონაცემებს, საავადმყოფოებით კლიენტების, სადაც ინახება ინფორმაცია პაციენტების, მათი კვლევების, ანალიზების შესახებ და ავიაკომპანიების, სადაც ინახება ინფორმაცია რეისების, ბილეთების, კლიენტების შესახებ. პრაქტიკულად ყველა სფეროში, სადაც ჩვენ გვაქვს მონაცემები. და სრულად იფარება. კარიერული განვითარება, ხო, ანუ რა პერსპექტივები აქვს SQL სპეციალისტებმა, რომელიც შედის ამ სფეროში. აქაც მხოლოდ მცირე სია იმ პროფესიების, რომელიც იყენებს SQL-ს, ძირითადი პროფესიების არის მონაცემთა ანალიტიკოსი, რომელიც ახდენს მონაცემის ამოღებას, ფილტრაციას და დაჯგუფებას მონაცემთა ბაზებიდან, შემდგომი ანალიზისა და ანგარიშებისთვის, იქნება ეს რამე ფინანსური ანალიზი, რამე ანალიტიკური, ზოგადი ანალიტიკისთვის, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი, რომელიც ახდენს მონაცემთა ბაზების წარმატების, უსაფრთხოების არქივაციის და აღდგენის მართვას, ანუ ის ზრუნავს იმაზე, რომ ყველა მოხმარება, რომელიც მონაცემთა ბაზასთან მუშაობს, მას შეეძლოს ეს ორგანიზებულად, უსაფრთხოდ და ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს, ანუ არ მოხდეს კონფლიქტები. კონფლიქტებში გულისხმობს სამუშაო პროცესი. SQL დეველოპერი, რომელიც ახდენს SQL კოდის დაწერას და ოპტიმიზაციას მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობისთვის და პროგრამების ხარდასაჭერად, ფინანსური ანალიტიკოსი, ფინანსური მონაცემების ამოღებას და ანალიზს ახდენს მონაცემთა ბაზებიდან,
გარკვეული ანგარიშების შესაქმნელად, იმისათვის რომ ის ანალიზი მოხდეს და შემდეგ გარკვეული გაწყვეტილებების მიღება მენეჯმენტის მიერ, მონაცემთა მეცნიერი, რომელიც ახდენს მონაცემის მიღებას, წინასწარ დამუშავებას და მანიპულირებას. მანქანური სწავლების მოდელების და ანალიტიკის ხარდასაჭერად, იმისათვის რომ თქვათ მოხდეს მომხმარებლის ქცევის შესწავლა და გარკვეული გაწყვეტილებების მიღება, იმისათვის რომ ბიზნეს პროცესები იყოს უფრო ეფექტური. მონაცემთა ბაზის არქიტექტურა, რომელიც ახდენს მონაცემთა ბაზების დიზაინის შექმნას და სტრუქტურირებას, იმისათვის რომ მონაცემების შენახვა, მათთან მუშაობა, მათი აღდგენა და შესრულება იყოს ეფექტური და სწრაფი, ხო? და პროდუქტის მენეჯერი, რომელიც მუშაობს მონაცემთა ბაზისთან იმისათვის, რომ მისი პროდუქტის გამოყენება შეძლოს მაქსიმალურად კარგად და გარკვეული გაწყვეტილება მიიღოს მისი განვითარებისთვის. ისევ და ისევ აქ არის მხოლოდ მცირე სია იმ პროფესიების, რომლებიც მუშაობენ მონაცემთა ბაზებთან, თუმცა ისე ბევრად უფრო დიდია. განვითარების პერსპექტივა, SQL დეველოპერი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი, იქნება ეს ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი, იქნება ეს რეპორტინგის მენეჯერი, იქნება ეს მონაცემთა ბაზის ინჟინერი, არქიტექტორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეგიძლიათ განვითარდეთ და აი ამ ხაზებით, რკალებით არის განაჩვენები თუ როგორი გზა არის გასავლელი, როგორი roadmap-ი აქვს გასავლელი SQL developers, როცა ის იწყებს თავის კარიერას. გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს მოგაცვით, დღესდღეობით ყველაზე ფართოდ გავრცელებული მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები, რომელიც ეხმობა ზუსტად SQL სტანდარტს, ეს არის Oracle, Microsoft SQL Server, MySQL და PostgreSQL. და შემდეგ სლაიდზე ჩანს კიდევაც რამდენად როგორ არის ეს პოპულარობა, ეს რეიტინგები განაწილებული, ხო? სრითია კიდევ SQL-ის გამოყენება კარგი და ეფექტური იმით, რომ ყველა ეს მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები, რომელიც არის რელაციური, ხო, რელაციურ პრინციპებზე აგებული. ნუ ზუსტად SQL სტანდარტი, თქვენ თუ კარგად გეცოდინებათ SQL-ი, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც Oracle-ის მონაცემთა ბაზებთან, ასე Microsoft SQL Server-ის მონაცემთა ბაზებთან, PostgreSQL-თან ან MySQL-თან, სწავლოთ ერთხელ, მაგრამ ირენებ ეფექტურად სხვა მიმართულები. ხო? ეს ჩვენი კურსი, რა თქმა უნდა, ეყრდნობა Oracle-ის მონაცემთა ბაზებს, იმიტომ რომ ყველაზე პოპულარული ეხედოთ, რომ არის ზუსტად Oracle-ის მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები. პირველი 4 არის ყველაზე პოპულარული, რაც ზედან ჩამოუთვალეთ. თუმცა ამის გარდა არის კიდევ რა თქმა უნდა ბევრი სხვა მონაცემთა ბაზა ნაკლებად უფრო პოპულარული. საშუალო ანაზღაურება პროფესიების მიხედვით, ამ სლაიდზე არის ნაჩვენები ის ანაზღაურება, რომელიც დღესდღეობით შეიძლება ქონდეს SQL developers ან უმიჯნავე პროფესიების მქონე თანამშრომელს, იქნება ეს არქიტექტორი, დეველოპერი, ადმინისტრატორი თუ პროდუქტის მენეჯერი, ბიზნეს ანალიტიკოსი თუ ტესტერი. აქ მონაცემები რა თქმა უნდა მოცემულია ამერიკის შეერთებული შტატების რეიტინგების მიხედვით, თუმცა დაახლოებით იგივე მონაცემები გვაქვს ჩვენს ეროვნულ ვალუტაში. საშუალოდ არის 6,000 და ზემოთ, ხო? მის მიხედვით რომელ კომპანიაში მუშაობს დიდეული სპეციალისტი, რა გამოცდილება აქვს, რა კვალიფიკაცია აქვს და რამდენად თუ პროექტებზე მუშაობს. 6-დან ზევით. ხო. დასკვნითი აზრები და რჩევები, რა ალბათ ეს გაინტერესებთ, რა დროა საჭირო იმისათვის, რომ თქვენ ჩამოყალიბდეთ სპეციალისტად და დაახლოებით წარმოდგენა რო გქონდეთ რა გზა გაქვთ გასავლელი, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სმენელს საკმარისწოდნა ექნება იმისათვის, რომ საქართველოს რომელიმე კომპანიაში დაიწყოს მუშაობა. აქ რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი ისიც, რომ საჭირო მონდომება, საჭიროა გარკვეულწილად გამართლებაც, ეს არ არის რა თქმა უნდა გარანტია, ეს არის უბრალოდ კარგი ბიძგი იმისათვის, რომ თქვენ გარკვეული ცოდნით დაიწყოთ მუშაობა. ამის შემდეგ 3-დან 12 თვემდე უწყვეტი მუშაობის სტაჟი საკმარისი იმისათვის, რომ
უცრო სპეციალისტად ჩამოყალიბდეთ, ხო? 2 წელი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ გამოცდილ სპეციალისტად ჩამოყალიბდეთ და 3 წლიანი გამოცდილების შესაძლებელია სერტიფიცირებული გამოცდის შეავლება. სერტიფიცირებულ გამოცდაში იგულისხმება იმ კომპანიების, ამ სასწავლო ცენტრების სერტიფიკატები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ მაღალი ნდობის ხარისხი, ხო, მაგალითად Microsoft-ი, Oracle და ასე შემდეგ. რა არჩევები შემიძლია მოგცეთ სწავლის დაწყებამდე? პირველი ის რომ დაწყება არასდროს არის გვიანი, ანუ შეხედოთ ასაკს და შესაძლებლობებს, თავარია მონდომება და დროის გამოყოფა, იმისათვის რომ ამ პროფესიას დრო დაუთმოთ და გარკვეული мотиваციაც გჭირდებათ, ან თქვენ კარგად გესმოდეთ ამ პროფესიის და ამ პროფესიის ათვისების შემდეგ სად იქნებით, მაგალითად 2 წელიწადში ან 3 წელიწადში და რამდენად მნიშვნელოვანია ის დრო, რომელსაც ამ პროფესიაში დახარჯავთ. აუცილებლად მოგესმოდეს, რომ ნებისმიერ საქმეში პროცესის განსაზღვრა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამდენადაც რაც უფრო კარგად განსაზღვროთ და ჩამოაყალიბეთ ჩვენ პროცესს, მით უფრო მარტივად მიიღწევა შედეგი, ხო? და უფრო მნიშვნელოვანია, რომ პროცესის განსაზღვრაზე დავხატეთ გარკვეული დრო და შემდეგ შევუდგეთ საქმეს, ვიდრე ეს გავაკეთოთ შემდეგ. ერთხელ სწავლობ იყენებ ბევრი მიმართულებით, ამაზე ვისაუბრე, რომ SQL-ი ეს არის ისეთი ენა, რომელიც ბევრი მიმართულებით გამოიყენება და ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ისეთი აპლიკაცია, პროგრამა, რომელიც არ მუშაობს მონაცემთა ბაზებთან, ამიტომ და იქიდან გამომდინარე, რომ რელაციურ მონაცემთა ბაზებში მართვის სისტემები არ ყველაზე პოპულარული, რომელიც იყენებს SQL სტანდარტს. თქვენ თუ კარგად გეცოდინებათ SQL-ი, მაგალითად Oracle-ის მაგალითზე, დაახლოებით 90%-იანი წარმატებით იმუშავებს სხვა მონაცემთა ბაზების მართვის სისტემებშიც. არის დაახლოებით 10%-ის განსხვავება, ჩემი დაკვირვებით, რომელიც სწავლაც მოგიწევს, მაგრამ განსხვავებით მაგალითად პროგრამირების ენებისგან, ტრადიციული პროგრამირების ენებისგან, ხო, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სინტაქსით, თავიდან დაწყება არ მოგიწევთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, ეცადა იყოს საუკეთესო და შესაბამისად მოთხოვნადიც, იქიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი კონკურენცია მათ შორის საქართველოს ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, აუცილებელია, რომ თავი გამოიჩინოთ, იყოთ საუკეთესო, მოინდომოთ და შესაბამისად გახდებით მოთხოვნადი სპეციალისტიც. და ბოლოს იყავი კრეატიული, იაზროვნე განსხვავებულად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ და მე ვცდილობ, რომ ჩემი ამ კურსის განმავლობაში ავხსნა ძირითადი და მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც ეხება Oracle SQL-ს, მაგრამ ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ინდივიდუალურად ადამიანზე, ხო? ანუ შეიცავთ, რომ იყოთ კრეატიული, არ ჩასვათ თქვენი ჩარჩოებში და იაზროვნოთ განსხვავებულად, ანუ იყოთ გამორჩეული და აქედან გამომდინარე გახდებით კიდევაც უფრო მოთხოვნადი სპეციალისტები. მადლობა ყურადღებისთვის, იმედია საინტერესო იყო. აქ არის მოცემული ჩემი კოორდინატები, ბოლოში არის მოცემული ზუსტად ის ლინკი, სადაც არის ჩვენი კურსი Smart Academy-ის საიტზე. კითხვები გაქვთ? დიდი მადლობა პირველ რიგში. მეგობრებო, მე რამდენიმე შეკითხვა მაქვს, მაგრამ ჯერ თქვენ დაგითმობთ ასპარეზს. ავთიშო სლაიდი თუ დაუბრუნდეთ თუ იყოს. ჯერჯერობით იყოს. ოკეი. აბა, შეკითხვებს ველოდებით. გავიგეთ რა არის, რა წარმოადგენს მონაცემთა ბაზა. რას აკეთებს SQL დეველოპერი კომპანიაში. გისმენთ. ალექს და ამირან. თანმიმდევრობა შევხედავ, ამირანს აქვს ხედი აწყობი. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა მე რომ მოგიხადოთ საინტერესო პრეზენტაციისთვის, მართლაც რომ წარმოადგენდა ნამდვილად შემოქმნა იმაზე თუ რას მოიცავს აღნიშნული პროგრამა და კითხვასთან მიმართებაში ლექციის დასაწყისში აღინიშნა რომ გაქვთ დასაქმების პროგრამა, რაზეც მეც გავიცანი თქვენ საიტზე და სიმართლე გითხრათ ძალიან შთამბეჭდავად და კარგად ჟღერს, უბრალოდ
მაინტერესებდა თუ ფლობთ ცოტა ისეთი პარადოქსულია მონაცემთა ბაზების ლექციასთან დაკავშირებით თუ ფლობთ იმ მონაცემს თქვენი აკადემიის წარმატებულ კურს დამთავრებულებთა შორის რამდენმა დაიწყო თქვენი კარიერული პროგრამის დახმარებით მუშაობა. პირობითად დაამთავრა 100 სტუდენტმა და უშუალოდ თქვენი დიეტურობით რამდენი დასაქმდა აქედან რაღაც ძალიან უხეში პროცენტული თანაფარდობა თუ არის. ვიპასუხებთ. Შემიძლია გითხრათ, რომ 95% უშუალოდ კურსზე ვინც არიან ხოლმე კომპანიებიდან მასულები. Ისინი დასაქმების მიზნით არ არიან უშუალოდ ამ კურსზე. სხვა კურსებზე უფრო დეტალურად შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ არიან ინდივიდუალურად მასული ადამიანები, ვინც კომპანიიდან არ ფინანსდებიან, რა ვიცი 20 ადამიანი იწყებს და ნელ-ნელა საქმდებიან, როგორც არის ვთქვათ, ხარისხის ინჟინერია, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია, მონაცემთა ანალიტიკა, ბიზნეს ანალიტიკა და ასე შემდეგ. ანუ ბევრი კურსი არის უშუალოდ მონაცემთა ბაზებზე. ხანდახან კომპანიიდან 4 და 5 ადამიანი ესწრება ხოლმე ჯგუფში. ამიტომ ამის თქმა გამიჭირდება ახლა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მიზანი არის გადამზადება და არა შემდეგ იმ თანამშრომლის სხვაგან დასაქმება. ხანდახან არის ხოლმე, რომ პირიქით მოტივი არის ხოლმე იმ კომპანიის, რომ კონკრეტულ სპეციალობაზე მუშაობს ეს ადამიანი და შიგნითვე კომპანიაშივე ხდება როტაცია. ესეთ შემთხვევას ბევრჯერ ყოფილა ბანკების შემთხვევაში განსაკუთრებით. Სასო, შენ თუ გახსენდება რომელიმე კონკრეტული სტუდენტის кейსი, კონკრეტულ კომპანიაში, შენ გააზიარეთ შეიძლება. კი, მე მახსენდება, ბოლო კურსზე იყო გოგონა, რომელიც მუშაობდა სილკნეტში და კურსის დასრულებამდე პრაქტიკულად ერთ თვეში გადავიდა Liberty Bank-ში. ოღონდ ერთი რამე აღსანიშნავი, რომ ძალიან აქტიური იყო. ძალიან მონდომებული, პრაქტიკულად ყოველ დღე მეცადინეობდა. და კიდევ ერთ შემთხვევა ახსენდება, ეხლა ეს დაიწყო ჩვენთან ერთმა გოგონამ მუშაობა, Smart აკადემიაში გაიარა მანუალ ტესტირების და ავტომატიზაციის ინჟინერის კურსი და დღეს ავიყვანეთ ჩემ გუნდში მუშაობს დაიწყო პროექტი BBC ბანკში. Უსტი სტატისტიკა ალბათ არ გვექნება, იმიტომ რომ ხშირად ინფორმაცია ალბათ არ ბრუნდება. კი, სხვათა შორის არ ბრუნდება ხოლმე ნამდვილად და სხვათა შორის კარიერის პროგრამის მიღმაც თვითონაც რა თქმა უნდა მხოლოდ ჩვენზე არ არიან ხოლმე დამოკიდებულები, ამიტომ სრული ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს, ვთქვათ, რამდენმა გაგზავნეს, რამდენი გადავიდა ბოლომდე და ასე შემდეგ. ყოველდღურად ნამდვილად არ ვეკავთ, რომ არ შევაწუხოთ, თუმცა 6 თვეში ერთხელ დაახლოებით ვანახლებთ ხოლმე ბაზას, რომ ვიცოდეთ ამ მომენტისთვის რა საქმიანობს სტუდენტი, რა გამოწვევები აქვს და ჩვენ რაში შეგვიძლია რომ შევიტანოთ წვლილი. თქვენ მუშაობთ სადმე? კითხვა ვინც დასვა მგონი ამახა. და ბიჭუნდი გამას ძალიან გააჩნია, მოკლედ რომ ვთქვათ, საქმეების შედეგი რამდენად მალე დადგება. არა, კეთილი, მივიღებ კითხვაზე პასუხი, ამიტომ მადლობა გითხრათ. მადლობა თქვენ ერთი რაც შემიძლია დავამატო არის ის, რომ როდესაც არის მონდომება და ძლიერი სურვილი, შედეგი ყოველთვის ჩემს პირადად ჩემი დაკვირვებით. კი, და ყოფილა სხვათა შორის შემთხვევები, როდესაც კურსის პროცესშივე საქმდება სტუდენტი, იმდენად აქტიურია, მობილიზებულია და პროცესშივე გზავნის ხოლმე ვაკანსიებზე CV-ს. და LinkedIn-ის პროფილის მოწესრიგება, იქ ბევრი ვაკანსია იდება სხვათა შორის, ისეთი, რაც ვთქვათ, შეიძლება საჯარო საიტზე არც მოხდეს. ამიტომ თქვენი ჩართულობა, ყურადღება, გათვალისწინება და ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის სამწუხაროდ არის ხოლმე რა თქმა უნდა შემთხვევები, რომ ჩვენ კონკრეტულ უკავშირს ვაძლევთ, თუნდაც CV-თან, LinkedIn-თან დაკავშირებით, მაგრამ ამას არ ითვალისწინებენ და დამატებით დროს უკვე თვითონ არ უთმობენ, რომ ეს ყველაფერი ასახონ და გაითვალისწინონ რჩევები, რაც დაგეხმარებათ და გაზრდის შანსებს, მინიმუმ გაზრდის შანსებს, გაზრდის ხილვადობას, თქვენსას, როგორც ვთქვათ, კარიერის ამ პირველ ეტაპზე. და ხო, თურჩევებს გაითვალისწინებთ და ჯერ ან ხართ ვთქვათ დასაქმებული და ბექგრაუნდიც ვთქვათ ძლიერი გაქვთ, ან არ გაქვთ, მაგრამ საკმარისი დროს უთმობთ იმისთვის, რომ მოემზადოთ თუნდაც სტაჟირებისთვის, თუნდაც ჯუნიორ პოზიციისთვის, თუნდაც მომიჯნავე პოზიციისთვის, ანუ სასო თუ ვთქვათ არ დავსაქმდი როგორც ჯუნიორ Oracle SQL დეველოპერი, რა პოზიცია რითიც იწყებენ ხოლმე
ყველაზე მარტივი ეს არის რეპორტინგის სპეციალისტი ან ტესტირების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. შვენიერი, ხო. ყველაზე ადვილი არის შესვლა აი ამ პროფესიებით. შვენიერი, ხო, ეს კარგი რაღაც მიხარი, ესე იგი, ხარისხის ინჟინერიის კურსს დამთავრებულებს შეუძლია მერენენლა აიწიან, თქვა და მანდ გადავიდნენ, როდესაც ფაზებთან უკვე კარგად იგრძნობენ თავს და ახსენე რეპორტინგ დეველოპერი, ხო? ანუ რეპორტინგის სპეციალისტი, ეს არის სპეციალისტი, რომელიც აწყობს რეპორტებს და რეალურად ახდენს სელექციანების გამოყენება საჭირო. სელექციანება შეიძლება ძალიან ბევრ ნიუანსს და ძალიან ბევრ კომპონენტს კარგად უნდა გესმოდეს, მაგრამ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მარტო რეპორტინგითაც საკმაოდ წარმატებულები არიან, როგორც ფინანსურად და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. რომელსაც თქო უნდა აპლიკაციებთან მუშაობთ უწევს, მაგრამ ბაზის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. კი. ჩვენც ამიტომ ჩვენს კურსში გათვალისწინებული გვაქვს და ეთმობა დრო ბაზებსაც იმას აბაზისო ნაწილს, რომელიც საჭირო არის, რომ SQL-ში. მესამე ეს არის SQL დეველოპერი, მეტი შრომა საჭიროებისათვის, რომ კარგად არის. გასაგებია. ესე იგი, ჩვენი კურსის ბოლოს საინტერესო კანდიდატი შესაძლოა დასაქმდეს რეპორტინგ სპეციალისტად. ან ვთქვათ, იყოს ბექგრაუნდით ხარისხის ინჟინერი და ისწავლოს Oracle SQL-ი ჩვენთან და უფრო მაღალი შანსებით მოხვდეს მერე კონკრეტულ კომპანიაში, ხო? მთავარ ეს არის პრაქტიკა. ანუ პრაქტიკაში იგულისხმება, რომ ბაზაში უკვე სწრაფად და ზუსტად და სწორ კავშირებს ვაკეთებდა, ხო? ხო, შეხება უნდა გქონდეს აუცილებლად და პრაქტიკით გაამყაროს ის ცოდნა, რასაც ჩვენ. აი, როგორც ვთქვათ, UX დიზაინერები და ფრონტ-ენდ დეველოპერები თავისითაც ვარჯიშობენ ხოლმე, ვთქვათ, დიზაინს იშოვიან და ამას აწყობენ და ატვირთავენ საჯაროდ. ესე შეიძლება ბაზის დეველოპერს რომ კი შეიძლება ქონდეს. კი, ძალიან ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, ეს არის ფიდბექი. რომელსაც მოხმარებელი გადაძლევს, და შენი დაკეთებ რაღაცას და ფიდბექი არ გაქვს, ხო? ისე კარგად ვერ გავითარდება. კი აწყობ, მაგრამ უფრო კარგად მუშაობ და კარგ სპეციალისტად ვყალიბე, როცა რაღაცა აწყობ, მიუტანე დამკვეთს, იმან რაღაცა გითხრა, ვიცი რა, მე ესე არ მომწონს სხვანაირად მინდა. შემდეგ გადააკეთე, მე ისე მიუტანე და რაღაც გამოვიდა ისეთი კარგი, რომელიც მართლა დამკვეთს უნდა. აი ეს არის რეალური პროცესი. ოკეი. ანუ მე ხლა ისე წარმომიდგენია, რომ როდესაც კონკრეტულ საქმიანობაში იგეგმება ბაზა, ინახება მონაცემები, მერე საჭიროებისამებრ ვიძახებ ამ მონაცემებს, თქვათ იქ ფილტრი იქნება თუ ასე შემდეგ, ძიების დროს თუ სხვადასხვა დროს, მოკლედ. ამ ნაწილზე შეიძლება, ანუ დამკვეთმა თქვას, რომ რაღაც სხვანაირად უნდა და ამ ნაწილში ხომ სხვა პოზიციის ადამიანიც არის რეალურად ჩართული, ვთქვათ, შუამავალი ვთქვათ, ეს IT ბიზნეს ანალიტიკოსი იქნება თუ IT პროექტების მენეჯერი, რომელიც გეუბნებათ, რომ ცოტა სხვანაირად უნდა და დამკვეთს. კი, IT ბიზნეს ანალიტიკოსი არის შუამავალი ბიზნესსა და დეველოპერს შორის. ხო. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი ვერელაპე, ბიზნეს თავისი ენავს, დეველოპერს თავისი და ისინი ერთმანეთს შევლაპარაკობენ, ერთმანეთს არ ვესმით. ამისათვის არსებობს IT ბიზნეს ანალიტიკოსი შუაში, რომელიც ერთის ენაც იცის და მეორეს ენაც და ამ ინფორმაციას ცulis, კარგული სტანდარტით, კარგული ფორმატით და და იმ დიდ კომპანიებში, სადაც ეს ყველაფერი თავიდანვე დოკუმენტირებულია, ასე თუ ისე და იცის დამკვეთმაც რა უნდა და ვთქვათ, რას მიიღებს და ბუნდსაც გაეცნო აი ეს მოცემულობა და ამოცანა. თქვენ შემთხვევაში აი დიდ კომპანიებში ცვლილებები ხშირად არის ხოლმე მაინც. საკმაოდ, იმიტომ რომ რეალურად ბიზნეს რა უნდა, ეს ამის ჩამოყალიბება ხდება, ამის გააზრება ხდება, მრავალი შეხვედრის, ინტერვიუების, კითხვების დასმის, იქ დეტალებში ჩაძიების შემდეგ, იმიტომ რომ თავიდან შეიძლება გარკვეული წარმოდგენა გქონდეს და შემდეგ საქმეზე რომ იდგება უკვე სხვა სურათი დაინახოს. ერთი ეს მომენტია და მეორეა ის, რომ როდესაც ბიზნესი თავიდან რაღაც გეგმას დასახავს, რომ აი ეს მინდა ამის გაკეთება, ხო? შემდეგ, agile-ით თუ წავალთ, ტექნოლოგიებით, რომ ჩვენ
გვინდა სწრაფად დავდოთ გარკვეული შედეგი და შემდეგ ვიფიქროთ მის დახვეწაზე, როდესაც ბიზნესი დაინახოს გარკვეულ შედეგს, შემდეგ შეიძლება ახალი მოთხოვნები გაუჩნდეს, უკვე სხვანაირად შეხედოს ამ პროდუქტს და ის თავიდან რაც იყო დაკვეთილი და რაც იყო მოთხოვნილი, ის მნიშვნელოვნად ძირეულად შეიცვალოს. ამიტომ არის მან მუდმივი პროცესი, ცოცხალი პროცესი და მუდმივი კონტაქტია როგორც ბიზნესთან, ისე დეველოპერებთან. და ამ მნიშვნელოვნად ჩართული ზუსტად ბიზნეს ანალიტიკა. და ეს ბაზის არქიტექტურის ნაწილში დიდ კომპანიებში ბაზის არქიტექტორიც არის და მე აკეთებს უკვე აღასრულებს ბაზის დეველოპერი. ბაზის არქიტექტორი ახდენს ძირითადი სტრუქტურის შექმნას, ანუ როგორი ცხრილები უნდა იყოს, როგორი სვეტები უნდა ქონდეს, როგორი კავშირები უნდა ქონდეს, როგორი შეზღუდვები უნდა ქონდეს. და ეს აუცილებელია ხო ალბათ დიდ პროექტში, რომ ასე მოხდეს. კი, რა თქმა უნდა. ყველაფერი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, პროექტის ბიუჯეტზე და შესაბამისად იმ კომპანიებს, რომელსაც აქვს რესურსი, რა თქმა უნდა, დიდი სტაფი ყავს და შეუძლია მოიყვანოს ნებისმიერ სპეციალისტზე ჩართოს და გადაუხადოს რამდენსაც ის მოითხოვს. ხო, იქ არის ბევრი გოლი. და არის პროექტები, სადაც, რა ვიცი, შეიძლება მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი იყოს, დეველოპერიც, ანალიტიკოსიც, ტესტერიც, ოპტიმიზაციასაც ის აკეთებდეს და ამოცანასაც ისწრებს ტექნიკურ დავალებას. ალბათ მაგ მომენტში, აი ესე ბიუჯეტის დაზოგვის ნაწილში ალბათ მაგ დროს ალბათ IT ბიზნეს ანალიტიკოსი უნდა იყოს ძალიან ძლიერი, რომელიც უფრო ამოცანას მაქსიმალურად თვალსახა რაღაცა ამოცანას მოიტანს, რომ მე არ მოხდეს 2 თვის მერე ძალიან ისე გადასაკეთებელი არ ვიცი. ხო, მე კითხვები კიდევ მაქვს, მაგრამ ჯერ ალექს მოვუსმენთ და მე ამთოს და მე თუ სხვა კითხვა იქნება, მე დავსვამ დავშეკითხო. ისმენთ ამის. მადლობა პრეზენტაციისთვის. რამოდენიმე კითხვა მეცემა. პირველი თქვენ ახსენებთ, რომ ანუ 90% სინტაქსი ემთხვევა სხვა ენებსაც. ხო შეგიძლიათ გითხრათ, აი რომ მე დავუშვათ აი მე არის რამდენი Python-ს რამდენად ემთხვევა დავუშვათ. ვიცი რომ სხვადასხვა პროგრამები ხო, აი მაგალითად გეოგრაფიული ინფორმაციის დასამუშავებლად იქაც არის სინტაქსები გამოიყენება. რამდენად ემთხვევა ეს ამ სინტაქსებს, ეს ერთი. მაინტერესებს ასევე კომპანიები ჩამოთვალეთ თან, ხო? აი დაახლოებით რა სექტორში მომუშავე კომპანიებში არის მოთხოვნა. აი საბანკო ინდუსტრია ძირითადად თუ აი ფინანსური აი ეს თუ გაქვთ ამაზე და ერთი კითხვაც იმან ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენად დაუშვათ შეცვალა ლანდშაფტი აი SQL-ის მიმართულებით საქართველოში დაუშვათ. თუ იცვლება, თუ არის მოკლედ რომ დამცვით. კი ბატონო, მოდი მესამე დასრულეთ. დიახ. კი ბატონო, მოდი მესამე კითხვას უპასუხებ. პირველ რიგში საქართველოში დიდად არა, არც სოფლიოში დიდად არა, იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანი არის არა ტექნიკა, ანუ შესრულება, არამედ უფრო წარმოსახვის უნარი, ანუ ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეიძლება ბევრი სხვადასხვა გზით, ხო და ხელოვნური ინტელექტის პრობლემა რაც არის რეალურად არის წარმოსახვის უნარი, ანუ ჩვენ ადამიანები მით გავიჩევით რობოტებისგან, მანქანებისგან, რომ გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. ხო, მაგალითად ვიღაც ბებიას გადაიყვანს ერთი გზაზე, ერთი ადგილიდან მეორეზე, ვიღაც არ გადაიყვანს, ვიღაცა გზას დაუთმოს, ვიღაც არ გადაიყვანს. მანქანები ესე არ მუშაობენ, ანუ არის გარკვეული წესები, წინასწარ ჩადებული და შესაბამისად ამ წესებს ემორჩილება ყველა მანქანა. რაც რეალურად შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალა, უბრალოდ თვითონ ტექნიკების შესრულების დრო მაგალითისთვის თუ ადრე დეველოპერი იჯდა რაღაც კოდის დაწერას უნდებოდა რა ვიცი შეიძლება ერთი დღე მონიტორინგა ხო იმიტომ რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული თქვა როგორი კომპონენტები უნდა იყოს როგორი ფუნქციები როგორი პროცედურები და შემდეგ ამის აწყობა ხდება ხო აი ამაში გვეხმარება ხელოვნური ინტელექტი რომ ბევრად უფრო სწრაფად აკეთებს თუმცა როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტა, ხო? აი აქ ყოველთვის არ არის სწორი შედეგი, კარგი შედეგი, ეფექტური შედეგი, იმიტომ რომ ისე და ისე თავისუფალი არჩევანის არ არსებობისგან.
რაც შეეხება ხო Python-ს რაც შეეხება Python-ი არ არის მონაცემთა ბაზების ბაზებთან სამუშაო Python-ი არის უშუალოდ software development-ის ანუ აპლიკაციებთან სამუშაო პროგრამირების ენა. შესაბამისად Python-თან მსგავსება არ აქვს. მსგავსება Oracle SQL-ს აქვს მაგალითად Microsoft SQL Server-თან, PostgreSQL-თან, MySQL-თან და ასე შემდეგ. ანუ ყველა იმ მონაცემთა ბაზასთან, რომელიც მონაცემთა ბაზების მართვის სისტემასთან, რომელიც არის ეყრდნობა ზუსტად რელაციურ მონაცემთა ბაზების მართვის პრინციპებს. იმიტომ რომ SQL ეს არის სტანდარტი, რომელიც არის ზემოდან დაშენებული სხვადასხვა კომპანიების მიერ თავისი დამატებითი ელემენტები, ხო? და აი აქ არის ზუსტად განსხვავება. ეს 90%, ну ისე ვთქვი, ჩემი დაკვირვებით, რაც სუბიექტური რა თქმა უნდა, არის ძირითადი, იმიტომ რომ სელექტზანება ყველგან ერთნაირად იწერება, იმ შეიძლება რაღაც ნიუანსები იყოს და პატარა უმნიშვნელო, მაგრამ ძირითადად ერთია. და განსხვავება ზუსტად იმაშია პროგრამირების software development-ის პროგრამირების ენებთან, რომ თქვენ თუ ისწავლეთ მაგალითად Java-ს და შემდეგ გადახვალთ C#-ზე ან Python-ზე, ბევრი რამის თავიდან სწავლა მოგიწევთ. კი, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ლოგიკური მოდელები, რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა, ხო? ობიექტად ორიენტირებულ პროგრამირების პრინციპებს ეყრდნობა ყველა, მაგრამ სინტაქსი არის მნიშვნელოვნად განსხვავებული. მაგალითად intents ანუ რამდენად გაწევთ თქვენ კოდს Python-ში აქვს მნიშვნელობა, Java-ში ან C#-ში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხო, აი ესეთი ნიუანსების განსხვავება აქ არის. რაც შეეხება კითხვას, რომელი კომპანიები იყენებენ Oracle ძირითადად გამოიყენება, ну, მისი ეფექტურობა განისაზღვრება ზუსტად დიდი მონაცემთა ბაზებთან მიმართებაში. ეს არის ესეთი კომპანიები, სადაც დიდი მონაცემებია, ეს არის ტელეკომუნიკაციები ძირითადად, gambling კომპანიები და ზოგიერთი ბანკი. Ну, შემიძლია რამდენიმე ჩამოგითვალოთ, მაგრამ Lacharaveti, Silknet-ი, საქართველოს ბანკი, ეს რაც ეხლა გამახსენდა. იქ სადაც ძირითადად უფრო აქცენტია Microsoft-ის პროდუქტებზე, ხო, იქ უფრო და პატარა მონაცემთა ბაზებია, იქ ხშირად გამოიყენება Microsoft SQL Server, იმიტომ რომ უფრო იაფი პროდუქტები აქვს Microsoft ვიდრე Oracle-ს და შესაბამისად უფრო კარგად იყიდება. საქართველოში ესეა. კიდევ ერთი ნიუანსია ის, რომ Microsoft SQL Server მუშაობს Windows ოპერაციულ სისტემასთან და Oracle-ის მონაცემთა ბაზები მუშაობენ ძირითადად Linux ოპერაციულ სისტემასთან. თუმცა იმის გამო რომ ჩვენთან აქ შეზღუდვა არ გვაქვს და იმის გამო რომ ჩვენთან Linux ოპერაციული სისტემა არ არის მაინც გავრცელებული, Windows ოპერაციულ სისტემასთან თან ერთადაც გამოიყენება ჩვენთან საქართველოში. უპასუხებთ თქვენს კითხვებს. კი, გულმას მადლობა. მართავს მოგესალმებით პირველ რიგში ქალბატონო. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და ყურადსაღები ვებინარისათვის ქალბატონო და კითხვა მაქვს ესეთი რა თუ შეიძლება როგორ გამოვიყენო ეს ბაზები ჩემი სოფლის აგროტურიზმის განსავითარებლად და მოსახლეობის დასაქმების განხრით ასე თუ შეიძლება დაისვას ეს კითხვა რა მონაცემთა ბაზები შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისათვის, რომ თქვენს ხელთ არსებული მონაცემების სტრუქტურირება მოახდინოთ და კოორდინაცია, იმისათვის, რომ უცა მონაცემთან მონაცემების მართვა დაგჭირდებათ, ან მათი გამოტანა ეკრანზე, ან რაიმე მონაცემების მოძებნა, ხო, ან მათი ცვლილება, ეს გააკეთოთ სწრაფად და ეფექტურად. ეს არის მთავარი ამოცანა. ისე რომ ამ მონაცემების მთლიანობა არ დაიღოს და მათი სიზუსტე არ დაიღოს. პირველ რიგში მაგალითად თქვენ შეგიძლიათ აღრიცხოთ ის კლიენტები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს ბიზნესში მონაწილეობენ, ხო? მაგალითად, შეინახოთ მათ შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მათი დასტურით, რომ იმისათვის, რომ შემდეგ და აღრიცხოთ ეს კლიენტები, როდის რა პერიოდულობით მოდიან,
რა პროდუქტებს ყიდულობენ. შემდეგ ამ ინფორმაციაზე დაახლოებით თქვენ შეგიძლიათ გარკვეული ანალიზი გააკეთოთ, მაგალითად ვის რა მოსწონს, ხო? ვინ რა პერიოდულობით ჩამოდის და აქედან გამომდინარე დაუგზავნოთ შემდეგ მათ სარეკლამო SMS-ები, მათი ქცევა შეისწავლოთ, პროგნოზირება გააკეთოთ მათი შემდგომი ქცევის და ასე ვთქვათ გამოიცნოთ მათი ქცევა და შესაბამისად თქვენი ბიზნესი უკეთესად გაყიდოთ. უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი ვებინარი და გაეცათ ჩემს კითხვას პასუხი. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი ვებინარისთვის, რა გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელობას ყოველივე საუკეთესოს. მადლობა თქვენც ასევე. მადლობა, კარგად გამდიდრდი. დიდი მადლობა. გონდეს. დავსვა შეკითხვები. მეგობრებო, თქვენ დაწერთ შეკითხვა და მე ვინც ჯერ არ მოიწინეთ, ჩემს შეკითხვებს მოვუსმინოთ. მე უფრო მაინტერესებს ხოლმე პროცესში მოკლედ სხვა პოზიციის ადამიანებთან ურთიერთობა აი ყოველდღიურობაში, რომ წარმოვადგენინოთ ამ ადამიანებს, დამსწრეებს. მე მგონი ჩემი ხმა მეორდება? არა. ხო, ანუ ესე იგი პროექტზე ვიდრე მუშაობას იწყებს მონაცემთა ბაზების დეველოპერი. მანამდე გუნდს გაეცნობა ამოცანა და იქ მუშაობს როგორც front-end developer-ი, back-end developer-ი, ბაზის developer-ი, ცალკე. ხო, ამ შემთხვევაში ცალკე არის და არა back-end-ი, რომელმაც ბაზებიც იცის. ესე შეიძლება ვთქვა? კი, back-end-ი შეხება უმეტესად, როდესაც back-end developer-ივე აკეთებს ბაზის development-ს. კი, მაგო შემიძლია გითხრა, როდესაც მე ვიყავი დაკავებული პროგრამირებით წლების წინ, უხსოვარ დროს, როცა არსებობდა ცალკე back-end და front-end developer-ი, პროგრამისტი ერქვა, პროგრამისტი აკეთებდა პროცესის და ბაზასაც ისქმნიდა და ტესტავდა კიდევ და ბიზნეს ანალიტიკოსიც იყო და ბიზნეს ანალიტიკოსიც იყო. კი, ასე რომ ეხლა რა თქმა უნდა დღესდღეობით რა თქმა უნდა ბევრი მიმართულება არსებობს, ბევრი პროფესია არსებობს და შეიძლება როლები იყოს გადანაწილებული. თუმცა ისეთი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავება გვიწევს ჩვენ, რომ ჯობია რაღაცა ერთი მიმართულებით იყო კარგი სპეციალისტი და მოთხოვნადი სპეციალისტი, ვიდრე ცოტა ყველაფერი იცოდე, მაგრამ რეალურად არაფერი. ამიტომ ეთილი და აი, როდესაც ვთქვათ ისეთ პროექტში ვართ, სადაც ცალ-ცალკე არის დანაწევრებული არის რონები და მე ვარ ბაზის დეველოპერი. პროცესში როდის ვერთვები, როდის ვიწყებ ბაზის აშენებას? თავიდანვე, როდესაც პირველი ეს არის იდეა, რომელიც იბადება, იდეა შეიძლება მარტივი, რომ მინდა გავხსნა, რა ვიცი, სურსათის მაღაზია, ან ავტონაწილების მაღაზია მინდა გავხსნა. ეს არის იდეა, მეტი არაფერი. ამის შემდეგ ხდება ერთვება უკვე გუნდი, რომელიც სადაც მონაწილეობს ბიზნეს ანალიტიკოსი, შეიძლება პროექტ მენეჯერი იყოს თუ agile-ია, scrum master-ი, product owner-ი, tester-ი, developer-ი შეიძლება ერთნაირი იყოს, როგორც ბაზის ისე აპლიკაციის და თავიდან ხდება ბიზნეს პროცესების განსაზღვრა. ბიზნეს პროცესების განსაზღვრის შემდეგ, ხო, მაგალითად მინდა გავხსნა ავტონაწილების მაღაზია, შესაბამისად ჭირდება ოფისი, ჭირდება თანამშრომლები, ჭირდება საწყობი, მძღოლები, ბანკთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, ამ პროცესების შემდეგ, აღწერის შემდეგ იკვეთება უკვე უშუალოდ მონაცემები, რა მონაცემები შენახო ჭირდება. თუ თანამშრომლების ინფორმაცია უნდა შევინახო, რა ინფორმაციას ვინახავ ამ თანამშრომლებს შესახებ. თუ კლიენტების შესახებ ინფორმაციას ვინახავ, რა ინფორმაციას ვინახავ ბანკის და ამ ინფორმაციას მე როგორ ვამუშავ. აი ამ პროცესში უშუალოდ ერთვება უკვე, როდესაც უკვე ცნობილია რა მონაცემების შენახვა და დამუშავება და მართვა გჭირდება. აი აქ ერთვება უკვე მონაცემთა ბაზის. როგორც არქიტექტორი, ისე დეველოპერი შეიძლება ეს ორივე ერთში იყოს. მონაცემთა ადმინისტრატორიც იგივე ადამიანი იყოს, გააჩნიათ პროექტის მოცულობას და კომპანიის მოცულობას. და აი აქ ხდება უკვე ჩამოყალიბება ურთიერთქმედების, ვეღნობით ისევ და ისევ იმ წესებს, რომელიც არის განსაზღვრული SQL-ით, ხო? და სტანდარტებს და შესაბამისად ხდება აწყობა მონაცემთა ბაზებისგან. ისე რომ შემდეგ იქ რა მონაცემები ჩაიწერება, ხო? ეს უკვე უშუალოდ
ბიზნეს პროცესია დამოკიდებული და არა სტრუქტურა. არ გვაინტერესებს არც UX დიზაინი, არც ფრონტენდი, არც სხვა ფუნქციონალი, რომელიც პროგრამდება, ამის მიღმა შეგვიძლია არა, ეს კავშირშია. არა, ეს კავშირშია, რომ რეალურად ის მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები არსებობს იმისათვის, რომ ამის გამოტანა მოხდეს როცა გამოიძახებს აპლიკაციაში, ხო? ანუ ოკეი, და ანუ ეს პროგრამისტი ხომ ამბობს მე უკვე როდესაც ვქვათ SQL developer-მა ეს ყველაფერი გააკეთა და მე ბრძანება უნდა მივიდეს და მიიღოს ეს ინფო წამოიღოს, ხომ? ამ საცავიდან, ასე ვთქვათ. ამას მომენტში თქვენ ერთად მუშაობთ და მიაბა კი. ანუ რეალურად როდესაც ბიზნესი იტყვის, რომ მე მინდა ფანჯარა, ხო? აი სადაც მექნება იმის საშუალება, რომ კლიენტი დავარეგისტრირო, ხო? აი როგორც ბანკში რომ მიდიხარ, თქვენ როგორც კლიენტი გარეგისტრირებთ, ანუ შეღავთ ინფორმაცია თქვენ შესახებ. რა ინფორმაცია გჭირდება აქ რომ შევიყვანოთ, ხო? და როდესაც განისაზღვრებ ფორმა, როგორ უნდა დაიხადოს და რა ველები რა მონაცემები ჩაიწეროს, აი ამაზე დაყრდნობით ხდება უკვე მონაცემთა ბაზის სტრუქტურის აწყობა. ნუ იქ შეიძლება რაღაცა დაემატოს, არაფერი არ უნდა მოაკლდეს, იმიტომ რომ რაც მონაცემთა ბაზაში ინახება ის ყველაფერი გამოწვევ, თუმცა ყველაფერი არ გარკვეული ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც მონაცემთა ბაზას სჭირდება თავისი მუშაობისთვის, ხო? და რა თქმა უნდა, როგორც შენ თქვი, პროგრამისტი, ანუ აპლიკაციის დეველოპერი და მონაცემების დეველოპერი, რა თქმა უნდა, ურთიერთქმედებაში არიან და იქ მინდის კონსულტაცია განხილვა და ამ მათი კომპეტენციების გადაფარვა ხდება. მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი შეიძლება გარკვეულწილად ჩაერიოს აი აპლიკაციების დეველოპერის კომპეტენციაში და პირიქითაც შეიძლება. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, კომპეტენცია და კვალიფიკაცია თითოეული ამ თანამშრომლის. თუ შეიძლება ზედმეტად ჩაერიოს, იმიტომ რომ შეხედოს, რომ იქ რაღაცა ან ერთი ან მეორე, როდესაც დაინახოს, რომ მეორე მხარეს რაღაცა ისე აკეთდება, როგორც უნდა გაკეთდეს და ამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. შეიძლება თანაბრად თუ თანაბარი კომპეტენციის ადამიანები არის, მაგრამ გამიჯნვა შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება აი იჯნაზე ხდება ხოლმე შეცდომები. ყოველთვის უჯობესია რომ მოხდეს გადაფარვა კომპეტენციები. ოკეი, მათ შორის მან საინტერესო თემა არის ალბათ გარკვეული მონაცემების შიფრაცია, როგორ ინახავს პროგრამისტი ფრონტში შეყვანილ მონაცემებს ბაზაში, პაროლები როგორცაა ან სხვა სტატიური ინფორმაცია. არსებობს ტექნოლოგიები, რომელიც უშუალოდ მონაცემთა ბაზაში აკეთებს დაშიფრვას მონაცემების და არსებობს ეს მინიმუმაც, რომ აპლიკაციაში შეყვანილი მონაცემების ბაზაში ჩაწერის დროს ხდება მათი დაშიფრვა და წაკითხვის დროს ხდება მათი განშიფრვა. თუმცა ამის შესაძლებლობა უნდა ქონდეს თვითონ აპლიკაციას და ტექნიკური შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული რა არის ჩვენთვის სენსიტიური ინფორმაცია, ხო? პაროლების გარდა კი, ამაშივეა ჩართული IT ბიზნეს ანალიტიკოსი, რომ ბიზნესში IT ბიზნეს ანალიტიკოსის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ესეთ პროექტებში იმ კუთხით, რომ ის არ ერევა უშუალოდ კოდში და ესეთ ნიუანსებში, არც აპლიკაციის მხარეს, არც ბაზის მხარეს, მაგრამ ის განსაზღვრავს დეტალებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი ამოცანაა ის, რომ მივიღოთ ესეთი პროდუქტი, როგორც დამკვეთს ჭირდება, და კანონმდებლობასთანაც უნდა იყოს აუცილებლად შესაბამისი. და რმად არ მივსდევთ, ანუ დამკვეთმა შეიძლება უხეშად რაღაცა ისეთი მინდომოს, რომელიც არ შესაბამება რეალობას, ხო, და ან ძალიან ძვირი დაждდება და აი აქ კორექტულად ხდება ჩარევა, რომ მოდი ესე გავაკეთოთ, ესე ჯობია და დარწმუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, დარწმუნების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს ანალიტიკოსის. კომუნიკაციის უნარი არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. რატის დაბუთმობ კითხვას და მე კიდევ მაქვს კითხვა. რატი გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. მაქვს ესეთი შეკითხვა, ანუ თქვენ ახსენეთ სტატისტიკურად რა ანაზღაურება ქონდა დეველოპერებს ან SQL-ის ადმინისტრატორებს, მაგრამ გარდა ანაზღაურებისა რა სამოტივაციო
მიზნებს ხედავთ თქვენ ამაში, რომ ახალგაზრდა გახდეს, დაინტერესებული ახალგაზრდა გახდეს ამ პროფესიის, ანუ საინტერესო რა კუთხით არის და რა ზოგადად პერსპექტივები აქვს არამხოლოდ ანაზღაურების კუთხით. ანუ შემდეგი საფეხური რა შეიძლება იყოს გარდა ამ პოზიციებისა, რაზეც ახლა ვისაუბრეთ ინჟინერიის კუთხით მაგალითად. IT დირექტორი მაგალითად, ან ტექნიკური დირექტორი. მენეჯერული პოზიცია. თუ პოზიცია, ანუ რა შეიძლება იყოს мотиваცია, ხელფასი, ერთი, მეორე, ცნობადობა, მესამე პოზიცია და პოზიციას და ხელფასს მოაქვს გარკვეული თავისუფლება თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ თუ თავიდან შეიძლება ფიქრობთ იმაზე, რომ მოდი აი ხელფასზე გავიდე, მე როცა რაღაც ხელფასზე გადიხართ, უკვე სხვანაირი мотивები გიჩნდებათ, რომ აი მაგალითად სამსახური, რამდენად ახლოს არის ჩემს სახლთან, რამდენად თავისუფალი გრაფიკი მექნება, მაგალითად დისტანციურად ვიმუშავებ თუ აუცილებლად მოვიარო, რამდენად კარგი ბენეფიტები მექნება თვითონ სამსახურში, მაგალითად კორპორატიული წვეულება, მანქანა, ტელეფონი, ბენზინი და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ საქმიანობის კუთხით, ხო, ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ მუდმივად ანუ არ არის რაღაცა დაშტამპული პოზიცია და პროფესია, მუდმივად არის საფიქრალი, მუდმივად შემოდის ახალი ტექნოლოგიები, ახალი საშუალებები და რაც აჩენს რა თქმა უნდა იმის შანსს, რომ თავი გამოიჩინო, მუდმივად ფორმაში იყო და მუდმივად იყო მოთხოვნადი, ხო? ანუ პირველობა და სურვილი რომ იყო მოთხოვნადი და სასურველი კანდიდატი, ხო? ეს არის ალბათ ყველაზე დიდი мотиваცია. მით უმეტეს ეს პატარა ქვეყანაში როგორც საქართველო. გასაგებია, მადლობა. პასუხი ხო თქვენს კითხვას. თქვენ, ესე იგი, კითხვები არის დასმული და მაგას გავაჟღერებ. მე ისე გავერთე ჩემი კითხვებით, რომ გამოვრჩა. რამდენად რთული შეიძლება აღმოჩნდეს MS SQL-დან Oracle მონაცემთა ბაზებზე ინფორმაციის მიგრირება და რამდენად დიდი აცდენა შეიძლება აღმოჩნდეს ტიპებში, თუ აღმოჩნდა. არც ისე დიდი, განსხვავება არის რეალურად დასახელებებში, მაგალითად Oracle-ში თუ ქვია რიცხვი ტიპს number, MS SQL-ში ქვია int. შეიძლება განსხვავება იყოს ზონებშიც, იმიტომ რომ Oracle-ში ითვლება, მაგალითად სიგრძე ითვლება სიმბოლოების რაოდენობით, MS SQL-ში ითვლება ბაიტების რაოდენობით და ბაიტების რაოდენობა მაგალითად ინგლისურ ენაში, რომელიც ANSI სტანდარტს ეხმდნობა, მაგალითად ერთი სიმბოლო არის ერთი ბაიტი, ხოლო Unicode-ის შემთხვევაში, მაგალითად ქართული სიმბოლოების შემთხვევაში 2, ან შეიძლება 4-იც იყოს. თუმცა მიგრაციის კუთხით, ხო, არ არის დიდი პრობლემა, როგორც ესე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით. არ არის დიდი პრობლემა. გააჩნია, რა თქმა უნდა, მონაცემების მოცულობასაც გააჩნია, იმიტომ რომ თუ დიდი მოცულობის მონაცემები აქვს, τότε სხვა მეთოდები გამოიყენება ვიდრე სტანდარტული. თუმცა ზოგადად არ არის პრობლემა. აცდენა დიდი არ არის. ხო, კიდევ ერთი კითხვა Kubernetes-თან და Docker-ებთან რამდენად აქვს შეხება ბაზის დეველოპერს. არ აქვს ბაზის დეველოპერი, შეიძლება იცოდეს და ცოდნა კონდეს, მაგრამ დიდად არ. ბაზის დეველოპერი მუშაობს ბაზებთან და გარკვეულწილად რა თქმა უნდა აპლიკაციის დონეზეც შეხება უნდა ქონდეს, თუმცა არ მოითხოვება. აბა შეკითხები? მე ჩავიწერე იმდენი შეკითხვა მაქვს. ჩავინიშნე რომ არ გამოდის. ოკეი, დავსვამ. მოკლედ, რაღაც მომენტში, როდესაც უკვე გავედით ბოლოში, მე რა ხდება, რაზე მუშაობს ბაზის დეველოპერი და როდესაც დადგება ოპტიმიზაციის დრო. ნუ რაღაც გამოიკვეთა, რისი ოპტიმიზებაც შეიძლება. ამ ყველაფერს როგორ აკეთებთ ხოლმე? ხო, ნუ პირველი აუცილებლად თქმელია არის ის, რომ ჯობია, რომ თავიდანვე რომ ახსენე, რომ პროცესის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ჯობია დრო დავკარგოთ იმაზე, რომ თავიდანვე რომ პროცესი განსაზღვროთ სწორად და ამაზე დავხარჯოთ უფრო მეტი დრო,
და შემდეგ შევასრულოთ ნაცვლად იმისა, რომ მოდი უცბად გავაკეთოთ და მერე შევხედოთ, მერე გადავაკეთოთ. ამაზე როგორც წესი უფრო მეტი დრო იხარჯება ხოლმე და ეს მერე იწვევს იმ პრობლემებს, რომ გარკვეული მონაცემები უკვე ჩამოყალიბებულია, ეხლა დღეიდან რომ სულით ამ სტრუქტურას იმ მონაცემებს ვერაფერს ვერ უშვებით, ის მონაცემები რჩება როგორც არის, ანუ არასტრუქტურირებული ან ქაოტურად შენახული და ახალი მონაცემები უკვე ახალი სტრუქტურით. ამიტომ პირველი ეს არის ის, რომ პირველი ამოცანა ბაზ დეველოპერის არის ის, როდესაც უკვე პროექტი დასრულდა და გაეშვა ლაივში, ეს არის დაკვირვება, მონიტორინგი, სად რა პრობლემებია, სად როგორ მუშაობს, ანუ ყველაფერი უნდა შემოწმდეს მონაცემების დონეზე, რომ ის ბიზნეს პროცესები, რომელიც თავიდან იყო განსაზღვრული, რომელსაც ეხსახურება რეალურად ეს მონაცემთა ბაზა, რამდენად სრულდება და რამდენად კორექტულად სრულდება, ხო არ არის რაიმე ინციდენტები, რაიმე აცდენა, რაიმე ანომალიები, რაზეც თავის დროზე არ იყო ნაფიქრი და ახლა გამოჩნდა და შემდეგი ეტაპი არის უკვე ოპტიმიზაცია. და წარმოდობის გაზრდა, რომ რაღაცა პროცესი მუშაობს ცოტა უფრო ნელა, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი კმაყოფილია და ბიზნესი ხმას არ იღებს და ბიზნესის ეს მისაღებია, ჩვენ მაინც ნოვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს პროცესი დავაოპტიმიზიროთ. იმიტომ რომ დღეს თუ ყავს 100 კლიენტი და ყველაფერი რიგზეა, ხოლო 1000 კლიენტი გვეყოლება, უკვე ეს პროცესი ბევრად შენელდება და ეს არის მუდმივი ცოცხალი პროცესი, ანუ ამას აკეთებს ბაზის დეველოპერი. ძირითადად ეს ოპტიმიზაცია დროს ეხება ხოლმე? რაღაც თუ აი რას ეხება ხოლმე ეს ოპტიმიზაცია? დროსაც ეხება რაღაცა გვერდი, რა ვიცი, იმის გამო რომ სწორად მოდის თუ ოპტიმიზებულად მოდის, რა ვიცი, უფრო მსუბუქია გვერდი და ასე შემდეგ. აი უხეშად. კი, ანუ ნაკლები, აი წარმოვიდგინეთ, რომ საიტზე შეხვედით და რაღაც ინფორმაციის ჩამოტვირთვა გინდათ და იტვირთება 1 საათი, ну, პირობითად 1 საათი უხეშად, მაგრამ დიდხანს. ხო, მეორეჯერ იმ საიტზე ალბათ აღარ შეხვდით, ну, შეიძლება მეორეჯერ შეხვდით, მე-3ჯერ უკვე აღარ შეხვდით. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ საიტმა თქვენ როგორც კლიენტი დაკარგეთ იმის გამო, რომ ინფორმაციების ჩამოტვირთვა არ მოხდა სწრაფად. ნებისმიერი ბიზნესი დაინტერესებულია იმაში, რომ თავის პროდუქტი მაქსიმალურად კარგად და კარგად გაყიდოს, ძვირად გაყიდოს და ბევრ მომხმარებელზე გაყიდოს. ამიტომ ორიენტირებული ვართ, რა თქმა უნდა, მომხმარებელზე. იგივენაირად თქვენ რომ ბანკში მიხვიდეთ და ან კოლ-ცენტრში დარეკოთ და იმის გამო რომ ოპერატორი ამ მონაცემებს სწრაფად ვერ ამუშავებს, ან ვერ იღებს. იმიტომ კი არა თვითონ მუშაობს ნელა, იმიტომ რომ სხვა საშუალება უბრალოდ არ აქვს, ხო? თქვენ იფიქრებთ იმაზე, რომ მოდის ამ კომპანიასთან აღარ ვითანამშრომლობთ და სხვა კომპანიასთან წავიდეთ. რაც რო გადის ჩვენ თქო ვიჩვევით ხარისხის ფასს გებულობთ, ხო? ადრესი არის, ხო? ეხლა რაც რო გადის მით უფრო ვიჩვევით ხარისხს, ვითხოვთ სერვისს, ვითხოვთ სისწრაფეს და შესაბამისად ნდობა გვაქვს იმ კომპანიების მიმართ და იმ კომპანიებთან გვინდა ურთიერთობა გქონდეს, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ ეს სერვისი ძვირი ღირს, ხო? ანუ მზად ვართ ხშირად გადავიხადოთ უფრო მეტი ფასი იმისათვის რომ მიიღოთ კარგი ხარისხი. ხშირ შემთხვევაში ესეა. და შესაბამისად ჩვენ ბიზნესის წარმოებელს უნდა გქონდეს ის მოთხოვნა მუდმივად და პრეტენზია, რომ საკუთარ თავის და საკუთარ თანამშრომლებს, კომპანიის თანამშრომლებს მიმართ, რომ ნებისმიერი პროცესი უნდა ხდებოდეს სწრაფად, ეფექტურად, ხარისხიან, თუმცა აი სამი კომპონენტი და რაც არის სისწრაფე, დრო და სისწრაფე, ანუ დრო და ხარისხი და ფასი, სამივე ერთად ვერ შესრულდება, ანუ ერთ-ერთის ხარჯზე უნდა გავაკეთოთ, შეიძლება გავაკეთოთ სწრაფად, ხარისხიანად, მაგრამ ძვირად, გავაკეთოთ სწრაფად, იაფად, მაგრამ უხარისხოთ, ხო? ან შეგვიძლია გავაკეთოთ ძვირად, ხარისხიანად, მაგრამ არა უფრო იაფად, ხარისხიან, მაგრამ ნელა. ამ სამი მოდელიდან ჩვენ ავირჩიოთ, რომელია ჩვენთვის მისაღები და როგორც წესი, აკეთებენ როგორც წესი ხშირ შემთხვევაში აკეთებენ აქცენტს ან ხარისხზე, ან ფასზე. დროითი კომპონენტი როგორც წესი ყველასთვის მნიშვნელოვანია, ან უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არავინ არ დაგიცდის ჩვენს დროში წავდა სხვაგან იღებს იგივე სერვისს. კი. ამ შემთხვევაში რაღაც შემთხვევებში ალბათ ბაზის გარდა თვითონ ფრონტის
დაწერილი კოდის ოპტიმიზაციაც არის ხოლმე, ხო? მიზეზი რის გამო შეიძლება კლიენტის რაიმე გვიან ჩაიტვირთოს ან ხანმოწმებით. კი, ამიტომ ვახსენე, რომ მათ ყოველთვის არის ხოლმე კომპეტენციების გადაფარვა, თუ და მონაცემები. ტესტერი ამას ტესტავს იდეაში რისი პრობლემა, ამიტომ არის ხოლმე კომპეტენტური მათ შორის ბაზის ნაწილშიც, ხო? კეთილი. კითხვა ხომ არ გაგიჩნდათ მეგობრებო, აი ბახუტასოფში გადასმული live data-ის გადამტან პროგრამებთან, რამდენად მუშაობს ბაზის დეველოპერი, მაგალითად NIFI, Kafka, თუ ეს კიდევ სხვა საქმიანობაა. გააჩნია საიდან გადაგავთ. თუ ბაზიდან ბაზაში გადაგავთ, კი, ამ კუთხით, მასთან ბაზის დეველოპერი ჩართულია. თუ რაიმე სხვა source-იდან გადაგავთ, ხო, მაშინ არა. გარკვეულწილად ჩართულია იმ კუთხით, რომ უნდა შეხედოს, რომ ის წყარო, საიდანაც მონაცემები გადმოდის, ამას უნდა ჩაისხოს ბაზაში. რამდენად არის კორექტული, ანუ რამდენად შეესაბამება იგივე ტიპების მიხედვით, იგივე მონაცემების სიგრძის მიხედვით, ხო, ან თქვათ სტრუქტურის მიხედვით, რამდენად შეესაბამება მონაცემების არქიტექტურას და თუ საჭიროა, შემდეგ ადგილს მითითებს, რომ აი აქ არის შესაძლებელი, აქ არის ეს კორექტირება გასაკეთებელი. სტანდარტულად მონაცემების დეველოპერი მუშაობს უშუალოდ იმ მონაცემებთან, რომელიც არის მონაცემთა ბაზაში. თუმცა გარკვეულწილად მიგრაციაშიც არის რა თქმა უნდა ჩართული და მეგობრებო, თუ დაიღალეთ, შეგვიძლია დავასრულოთ, თუ გაქვთ კიდევ სურვილი, ორ შეკითხვას გადავსვო მე პირადად. მე ვიკითხავ თუ შეიძლება. კი. ანუ ეს კურსი რეალურად ეხლა დამწყებებისთვის არის ხო, როგორც ეხლა საუბრიდან გავიგე და ეს ანუ რა დონეზე მიყავს რეალურად ამის მერე კიდე დამატებითი კურსები არის, რაც შეიძლება გაიაროს თუ მერე უკვე დამატებით სტაჟირებამ და პრაქტიკამ უნდა მისცეს გამოცდილება. ერთი ეს მაინტერესებს პირველ რიგში. და აქცენტი, ასე ვთქვათ, ამ კურსის მიმართულებაში უშუალოდ ეხლა იქ რამოდენიმე მიმართულება ჩამოთვალეთ, თქვენ ინჟინერინგი, ანალიტიკოსი და ასე შემდეგ რა და პლუს დეველოპმენტი, ანუ უფრო რომელ მიმართულებაზე კეთდება, ეგეც მაინტერესებს თუ საერთო ჯამში ყველაფერზე ვსწავლობთ რა რეალურად აქედან. კი ბატონო, მოდი პირველ კითხვაზე ალბათ შემოვასრულებ, ხო მაგო? პირველი რომელი ყავს სილაბუსი გავაზიარე ამასობაში. ანუ საწყისების მერე რა შეგვიძლია შევთავაზოთ? ხო, საწყისების შემდეგ PL/SQL-ი გქონდა იდეაში. თუმცა მეგობრებო, ამ ნაწილში დამწყებებისთვის კურსზე, საბაზისო კურსზე უფრო მეტი მოთხოვნა იყო და ამიტომ რადგან იქ ჯგუფის შეკრების გამოწვევა გქონდა, ყოველ შემთხვევაში 2 წლის წინ ეს კურსი დროებით შეჩერებული გვაქვს, თუმცა თუ დაინტერესდება ბევრისგან იქნება, სოსო მზად არის, რომ ჩაატაროს კურსი მზადაა. კი. ანუ პირველი ეს არის მონაცემთა ბაზრის საწესები, ეს არის basic კურსი და შემდეგ არის უკვე რომელიც ეყრდნობა ესე და ესე. SQL standards, Oracle-ის მონაცემთა ბაზრის მართვის სისტემის მაგალითზე და შემდეგ არის Oracle-ზე არის დაშენებული უკვე სტანდარტული პროგრამირების ენა, როგორც არის PL/SQL. იგივე შინაარსის პროგრამირების ენა აქვს მაგალითად Microsoft, რომელსაც ქვია TSQL-ი ან Transact SQL-ი, აქვს PostgreSQL-საც და ასე შემდეგ. ანუ ეს არის უკვე უშუალოდ პროგრამირების ენა. რა განსხვავება მათ შორის არის ის, რომ SQL-ის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ბრძანება შევასრულოთ, ხოლო PL/SQL-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავსაზღვროთ, როდის უნდა შესრულდეს ეს ბრძანება, რა პირობებიდან გამომდინარე და შეგვიძლია გარკვეული პროცესები ავაწყოთ. რაც საშუალება ჩვენ SQL-ი უშუალოდ SQL-ი არ გვაქვს. და მეორე კითხვა იყო გამახსენეთ მეორე კითხვა რა იყო? მეორე კითხვა იყო ის, რომ შევახედოთ ხარისხის ინჟინერიას, IT ბიზნეს ანალიტიკას და ამ ყველაფერს შევახედოთ. რაზე კეთდება აქცენტი კეთდება რა თქმა უნდა დეველოპმენტზე. ჩვენ ამ კურსით გვინდა რომ გამოვზარდოთ SQL დეველოპერები, თუმცა და ამის გარდა შეიძლება იყოს რეპორტინგის სპეციალისტი, ან ხარისხის მართვის ინჟინერი. ანუ რომელიც იმუშავებს რა თქმა უნდა მონაცემთა ბაზაზე, მათ შორის მონაცემთა ბაზაზე.
უშუალოდ მეგობრებო, ცალკე რაც ვახსენეთ პროფესიები, ცალკე გვაქვს 2-3 თვიანი კურსები ამის შესახებ, ასე რომ ის სიღრმისეულად შედის იმ კონკრეტულ პროფესიაში, აქ Oracle SQL-ს ეთმობა და რა საჭიროებებიც იქნება, რომ შეეხოთ ხოლმე მომიჯნავე პოზიციას, რომელიც სად როგორ იკვეთება, ამაზე რა თქმა უნდა ისაუბრებთ ხოლმე, თუმცა აქცენტი არის სუფთად Oracle SQL-ზე. ცალკე არის IT business analysis კურსი, ცალკე არის IT პროექტების მართვის კურსი, ცალკე product owner-ის და ცალკე არის კიდევ მონაცემთა ბაზები და Power BI, ცალკე არის კიდევ მონაცემთა ბაზების advanced საფეხური Python-ის დახმარებით და ცალკე გვაქვს Python development-ი კიდევ ცალკე. ხო, და MS SQL-იც გვაქვს. ამ შემთხვევაში ეს უშუალოდ Oracle SQL-ს ეხებოდა, ეს შეხვედრა, თუმცა როგორც ვთქვით, კვეთა საკმაოდ დიდი არის. გავაზიარე SOS-ს ძველი მასტერ-კლასი 2 წლის წინანდელი PL SQL-ზე ჩავატარეთ ჩვენ, Oracle PL SQL-ი როგორც პროცედურული ენა. შეგიძლიათ მოусმინოთ და თუ ბევრი გამოჩნდებით, იქნებ დავაინიციიროთ და ჩავატაროთ გაზაფხულზე ეს შესანიშნავი კურსი. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. სად გავაზიარეთ? აი, მე chat-ის სივრცეში გავაზიარე და მივპინე, აწერია SOS-ს შეხვედრა PL SQL-ზე. ნახეთ? YouTube-ის ლინკი გავაზიარე და თუ თქვათ ვერ იპოვით, მე Facebook-ზე inbox-ით შეგიძლიათ Smart Academy-ს მოწეროთ და მე მეთქვის სავარაუდო. ხო, ეგეც ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ის მიჩვენებს 2 საათნახევარი გაგრძელებულა ის შეხვედრა. უშუალოდ აღირის მეორე. ეგეც ვთქვით. გეტყვით. 1290 ლარი ღირს. უშუალოდ ეს კურსი. გავაზიარე ახლა. კვირაში 3 ჯერ ტარდება, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს საღამოს საათებში 8:30-დან. ახლა ჯგუფში მიმდინარეობს ჯერ კიდევ მიღება, გადახდა შეგიძლიათ 4 თვიანი, 6 თვიანი სრულად უპროცენტო განაწილებით. TBC ბანკის განაწილება, ბოგის ნაწილ-ნაწილ გადახდა Top Card-ით, Liberty-ის Top Card-ით 6 თვიანი სრულად უპროცენტო, Credo, Silk-ის მერე ბარათი თუ გაქვთ ასევე 4 თვიანი სრულად უპროცენტო და სტანდარტული TBC-ის და საქართველოს ბანკის განმავლობა 3 თვიდან 48 თვემდე ხანგრძლივობის. ესეც გვაქვს და ერთგული ქურები თუ გაქვთ დაგროვებული და ასევე კრიპტოვალუტაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენთან. დავამატებ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ლერის პასუხებ კითხვაზე, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი პროფესია ერთმანეთთან იკვეთება, ხო, თქვენ თუ გინდათ, რომ რამდენიმე კარგ სპეციალისტი ჩამოყალიბდეთ და გარკვეული გადაფარო ხოლმე სხვა პროფესიებთან, გიჩვენოთ, რომ რამდენიმე კურსი გაიარეთ, ჩვენ გვაქვს ხო, მაგო, თქო, ერთ კურსი გაივლი მე რაღაც ასდაკლება მივიდა და ლოიალობის პროგრამა ჩაუბრალთ ჩვენ სტუდენტებისთვის. ზოგადად სტანდარტულად ასლარიანი ფასდაკლება არის, მაგრამ აქვთ ხოლმე 20%-იანი, 30%-იანი ფასდაკლება გარკვეულ შესაბამის კურსებზე, რომელიც მათი კარიერისთვის ასევე ძალიან მომგებიანი და კარგი იქნება. მაგალითად, ხშირად ასევე მქონია შემთხვევები, როდესაც დამიფინანსებია სრულად IT საფუძვლების კურსი, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები საერთოდ სხვა სფეროდან მოდიან, სწავლობენ Oracle-ს, მაგრამ არ აქვს კიდევ სხვა მომიჯნავე სფეროებზე ხედვა და ეს საბაზისო კურსი ეხმარებათ ხოლმე, რომ წარმოდგენა შეექმნათ, იქ კიბერუსაფრთხოებაზე, იქ Python-ზე არის, თვითონ კომპიუტერის არქიტექტურა და ბევრი რამ, რაც ძალიან კარგი არის, რომ ესმოდეს ტექნოლოგიებში დასაქმებულ ადამიანს. ამიტომ ეგეთ შემთხვევებიც მაქვს ხოლმე, რომ სრულად ვუფინანსებ ხოლმე გარკვეული კურსის სტუდენტებს კურსს, IT საფუძვლების კურსს. აი მაგალითად, ახლა Oracle SQL-ს თუ ისწავლით, მე აუცილებლად ფასდაკლება გექნებათ მონაცემთა ბაზების data analytics და Power BI კურსზე. იმიტომ რომ ეგეც ძალიან მოთხოვნადი ხდება და ბუმი არის, ახლა შემიძლია ესეც ვთქვა. კი, ძალიან საჭირო პროფესიაა. და უფრო მეტად მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ კომპანიები და აქვთ ეგ რესურსი, რომ დაამუშავონ მონაცემები და მერე მართლა მარკეტინგი ააგონ ამ ყველაფერზე, შექმნან პროდუქტები მომხმარებლებისთვის მონაცემებზე დაყრდნობით, განვითარდნენ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს აკეთებს data analytics-ი, რომელიც ძალიან მოთხოვნადი პროფესია ხდება. აქაც
ლოკალურადაც და გლობალურად ხომ იყო და იყო ისედაც. ასე რომ ესეც ვიზუალიზაციისთვის Power BI-იც ხსმენიათ ალბათ, ამასაც ვასწავლით ჩვენს კურსსა და მერე უკვე SQL-ს და Python-ის დახმარებით არის IT Business Analytica, IT Business მონაცემთა ანალიტიკა უკაცრავად ეს ორი კურსი სულ ყოველდღურად რომ ვამბობ მერე ვახოლმე. შინაარსი არ არა თქმა უნდა. მოკლედ მონაცემთა ანალიტიკის ორი დონე გვაქვს ნულიდან, ვინც იწყებენ მან რეალურად რა დონეზეც ბაზები სჭირდებათ იქვე სწავლობენ, თუმცა რა თქმა უნდა, სავსოს კურსი ბევრად სიღრმისეული არის, მონაცემთა ბაზებს რაც შეეხება და ამის შემდეგ ბევრად კარგი წარმატებით დახურავთ იმ კურსს ჩემი აზრით. ბექგრაუნდი უკვე კარგი მზაობით გექნებათ. კი, ერთს დავამატებ კიდევ ჩამოთვლება იმედი ჩემს თავზე არაფერს არ ვიცი რომ გადახედოთ თითოეულ კურსის ლექტორებს რა რეაგალიები აქვს სად ჩაობენ რა გამოცდილება აქვს დარწმუნებით რომ ნამდვილად კარგი სპეციალისტები ასწავლიან და ძალიან დიდი მადლობა. კითხვები გამოვშვით თუ არ გამოვშვით მე ერთ ნახევარ კითხვას კიდევ დავსვამ თუ შეიძლება ძალიან მაინტერესებს და არ მაწყენინოთ. დავსვამ, კარგი დავსვამ. მოკლედ მე მაინტერესებს სერვერებთან დაკავშირებით რა ცოდნას უნდა ფლობდეს და უნდა ფლობდეს თუ არა ბაზის დეველოპერი. არა, არ მოითხოვებ. რა ტიპის შეფებაში არის სერვერის ადმინთან? მონაცემთა ბაზა ინახება სერვერზე, სერვერს აქვს თავისი რესურსები, ის იმ ფაქტზე რომ მონაცემთა ბაზა მოცემულობაზე რომ მონაცემთა ბაზა უნდა იყოს გრადი, მასზე იქ უნდა იყოს საკმარისი ადგილი ყოველთვის, უნდა გადაივსოს და ასე შემდეგ, ამაზე ზრუნავს მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი. ამიტომ ეს მის კომპეტენციაში შედის. და მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორს აქვს უშუალოდ ყველაზე ხშირი კონტაქტი სისტემის ადმინისტრატორებთან. თქვათ თუ გადაივსო უნდა გაზარდოს ეს ადგილი თუ რაღაც პრობლემა თუ რაღაც არის წასაშველი რაღაც არის დასაოპტიმიზირებელი მასთან ერთად აკეთებს და მონაცემთა ბაზის დეველოპერი უბრალოდ იმ რესურსებს იყენებს რაც აქვს. თუ რესურსი არ არის მონაცემთა ბაზის დეველოპერი ვერცერთი ვერ გააკეთებს. ამიტომ გარკვეულწილად შეიძლება რაღაც ცოდნა გქონდეს გადაფარვა ისე და ისე ადმინისტრაციის კუთხით. მინიმუმ ინფო უნდა იცოდეს, რომ ის რომ რაღაცა კონკრეტულ საიტზე ელოდებიან ტიკეტჯიანი მაგალითად და ელოდებიან სხვა მომხმარებელს კონკრეტული ბილეთების საყიდლად, ხო და იქ ბენდვისის რაღაცა რაოდენობა თუ სწორად ვამბობ წაშით ხო ბენდვის. ანუ მანდ არის ხოლმე ხშირად რაც შეზღუდულია თუ არა საკმარისია და ვერ უძლებს და მოკლედ სერვერი ეგ არის უშუალოდ სისტემის ვექტორის კომპეტენცია და ფუნქცია. ასე მან IT Business Analytica-სმა უნდა მიაწოდოს ამაზე, რომ ესეთი მოლოდინები ამ საიტზე იქნება, რომ ერთდროულად 100 ადამიანი შევა. ბაზის არქიტექტორმაც უნდა დაგეგმოს და სერვერმაც უნდა გაუძლოს. ერთ-ერთი კომპონენტი რითიც ხელმძღვანელობაც ხდება ამასთან ტექნიკური დავალების შედგენა, გარდა ფუნქციონალური მოთხოვნებისა, როგორც არის ფუნქციონალურად რა უნდა შეასრულოს პროგრამამ, ხო აპლიკაცია. არის კიდევ არაფუნქციონალური მოთხოვნები. რამდენი მომხმარებელს უნდა გაუძლოს, რამდენი ოპერაცია ტრანზაქციას უნდა გაუძლოს, გატარდეს და რა არის მოლოდინია, რომ იქიდან გამომდინარე შემდეგ განისაზღვროს სერვერზე არსებული რესურსები, იმიტომ რომ რესურსები ფულირებს და შესაბამისად ამის გასაძლოს ოპტიმალურად არის საჭირო. ოღონდ არა ხარისხის ხარჯზე, ჩვენ თუ ვიცით რომ 100,000 კლიენტს ველოდებით, ხო შესაბამისი სერვერები გჭირდება და შესაბამისად ბაზის შეიძლება კონკრეტული დღისთვის მოამზადონ ხოლმე? კი, შეიძლება, რომ როგორც წესი აკეთებენ ესე, რომ აქვს რაღაც რეზერვი, იქიდან გამომდინარე, როცა ელოდებიან, აი მაგალითად ინტერნეტ მაღაზიებში ყველაზე ხშირი დატვირთვა როდის არის ახალ წელს, ხო, აი როცა არის შავი პარასკევი ან აღდგომას, ხო, რა თქმა უნდა, როცა მოლოდინია, წინასწარ აქვს გამზადებული რეზერვი, სერვერების და დატვირთვიდან გამომდინარე ამატებენ. ამასაც კარგი ორგანიზება ჭირდება. ხობ და უცებ დატვირთვა გაჩნდა და მოდი ახლა გამოიძახ სისტემის ადმინისტრატორი არა. ეგრე არა, ის იქ უნდა იყოს და წინასწარ ამისთვის დადგმული.
გარკვეულ სტატისტიკას ეხმობიან და შესაბამისად მე გამომიცდია რაღაცა პროექტებში აი გაუთვალისწინებელი შემთხვევები და წარედ მახსოვს. მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ კომპანიის რეპუტაცია, რომელიც პირველ რესურსში ვერ შეფასდება, შეიძლება წლობით ნაშენები რეპუტაცია ერთ დღეში დაინგრეს და არის ბევრი მაგალითი. კი, და შევიდა წიგნებში სახელმწიფო კონკრეტულ მაგალითებად, როგორი მოუმზადებელი შეიძლება დახვდნენ. მომხმარება ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე მაინტერესებს ბოლო შეკითხვა იქნება ეს ჩემი დამწყებები რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ძირითადად. ნუ პირველი არის ის, რომ ძალიან ბევრს მოსდის ეს შეცდომა, რომ შედეგს ელოდებიან ძალიან სწრაფად. პირველი ის, რომ რატომღაც არის ესეთი მითი, არსებობს ესეთი მითი, რომ დეველოპმენტი ძალიან მაღალანაზღაურებადი პროფესია და არავინ არ შეიძლება ბევრი არ ითვალისწინებს იმას, თუ რა გზაა გასავლელი იმისათვის, რომ კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდეთ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიაში, ხო, ანუ არაფრით არ გასვლა, არაფრით არც რთული არ არის და არც მარტივი არ არის, ხო, ანუ ყველა პროფესიაში შენ გჭირდება გარკვეული შრომა, თმენისუნარი, мотиваცია, დისციპლინა, რომ და სხვა მიზნისკენ, რომელიც შეიძლება ისე მოულოდნელად დადგეს, რომ ამას ვერც მიხვდე, იმიტომ რომ ძალიან გამოიარე და მეორე არის ეს, რომ რატომღაც არ ითვალისწინებენ იმას, რომ ამას ბევრი შრომა ჭირდება და რატომღაც არის ეს მითი, რომ სწრაფად გება შედეგი, სწრაფად გავდიდრდება. მე დავაზუსტებ იმას, რომ იდეაში შეკითხვა ეხებოდა უშუალოდ ვინც და აი რომ საქმეები ჯუნიორ პოზიციაზე ხარ, ბაზებთან მიგიშვეს უკვე და რა ტიპის შეცდომები შეიძლება გაეპაროს დამწყებს. ძირითადად რამე თუ არის გამოკვეთილი. უკვე მუშაობ, მაგრამ ახალი ვარ. პირველი შეცდომა ეს არის, ხო, მაგალითად პირველი შეცდომა არის, როცა კითხვებს არ სვამ, ანუ რაღაც არ ვიცი და მწვენია, რომ ეს ვაღიარო და შესაბამისად კითხვას რადგან არ სვამ, ვთქვათ, უფრო სპეციალისტთან, სენიორ სპეციალისტთან, რომელიც მარტივად დამეხმარება. მე თვითონ ვცდილობ რაღაცა გავაკეთო. რაღაც შეცდომებს უშვებ, ბევრ დროს ხარჯავ. როცა შემიძლია რომ ძალიან მარტივად რჩევა მივიღო, ეს რჩევა გამოვიყენო, იმიტომ რომ მწვენია, რომ კითხვის დასმა რატომღაც სისუსტესთან არის დაკავშირებული. ამ დროშია რომ კითხვა დავსვათ, გამოცდილება გავიზიაროთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გამოცდილება მოდის შეცდომების დაშვებით, ანუ სენიორ სპეციალისტად ეს გამოცდილება იმიტომ აქვს, რომ თვითონაც თავის დროზე შეცდომები დაუშვათ, თავისივე შეცდომებზე ისწავლო. პირველი ეს არის, პირველი შეცდომა. მეორე ისევ და ისევ ის, რომ გლობალურად თუ სურათს ვერ ხედავთ გლობალურად, ანუ რას ვაკეთებთ და მხოლოდ ჩარჩოში ვიკეთებით, უნდა მე ჩემ ნაწილს გავაკეთებ და იქით რა მოხდება მე არ მაინტერესებს. ესეც დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ეს არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მართლა განვითარდეთ. და კი შეიძლება რა ხედვა. ხო, ხედვა აუცილებელია, იმიტომ რომ მასშტაბირება აუცილებელია, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიზდებით ამ შემთხვევაში. ერთად ეს ორი რაც გამოსცემ. კი, ხო, ანუ რაღაც კონკრეტულის კეთებას იწყებ, მაგრამ რისი ნაწილია და საბოლოო ჯამში მთლიანი პროდუქტის აღქმა არ აქვს და ვისთვის კეთდება ეგეც მათ შორის. კი ბატონო. სოსო ორი სიტყვით თქვენ გითხარით ახლა სისტემა ანალიტიკოსი რომ გახდით, აი ეს გზა როგორი იყო? მანამდე რა პოზიციაზე იყავით და მე სისტემა ანალიტიკოსი ხართ ეხლანდელი პოზიციით, ხომ ასეა? და ორი სიტყვით გაგვიზიარეთ, კიდევ რა, თქვათ, თუნდაც რა გზები არის, თქვათ, სადაც შეიძლება თუნდაც SQL დეველოპერი მე განვითარდეს, ავიდეს ზემოთ, სხვადასხვა მე ჰორიზონტზე გაიშალოს, იქით წავიდეს, აქეთ წავიდეს, ანუ რა ვარიანტებია? სენიორ, აი როცა გაქვს უკვე სენიორ კომპეტენციები.
Senior კომპეტენციები, მე ჩემ თავზე ვიტყვი, მე გამოვიარე, ვიყავი software developer-იც, მუშაობდი Java-ში, .NET-ში, C++-იც, მათ შორის, შემდეგ გადავედი მონაცემთა ბაზებზე, მუშაობდი Oracle-ზე, MS SQL-ზე, ვიყავი business analytics-იც, შემდეგ სხვადასხვა დროს გაყოფილების უფროსიც ვიყავი, მაგალითად ტელეკომუნიკაციებში, მუშაობდი რამდენიმე სხვადასხვა ბანკში, მათ შორის ეროვნულ ბანკშიც, აპლიკაციების მიმართულებითაც, ადმინისტრების მიმართულებითაც და შემდეგ ბოლოს გადავედი TBC ბანკში, სისტემის ანალიტიკოსის პოზიციაზე. Senior პოზიციაზე, როდესაც მუშაობ, პერსპექტივა არის ის, რომ გავხდე ტექნიკური დირექტორი, IT დირექტორი, IT მენეჯერი. თუმცა ესეც, რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხი, ანუ არიან სპეციალისტები, რომლებსაც მოსწონთ თავისი ხელით საქმის კეთება და ურჩევნიათ, რომ დარჩნენ სპეციალისტებად, ხო? ამის მომროი მაგალითი არსებობს. არის შემთხვევები, როდესაც უკვე ის კი აღარ გინდა რომ შენ თვითონ აკეთო რაღაცები, არამედ უფრო პროცესების მართვა მოგწონს. თქო, მენეჯერული პოზიცია, ადამიანების მართვა, პროცესების მართვა და ზემოდან ყურება ადამიანებზე არა, რა თქმა უნდა, პროცესებზე, რომ შენ თვითონ მიიღო გადაწყვეტილებები, ხო? ანუ აქ სულ პიროვნული თვისებები შემოდის, ასევე შემოდის, ასე უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად ის, რომ კონკურენცია არსებობს და რა თქმა უნდა ახალგაზრდა ნიჭიერი თაობა მოდის, ძალიან ნიჭიერი და ძალიან კრეატიული და ძალიან თავისუფალი, რომელსაც თავისი ხედვები აქვს, თავისი არაორდინალური გადაწყვეტილებები შეუძლია მიიღოს და რა თქმა უნდა კონკურენციას უნდა გავითვალისწინოს. და თავარი მოტივატორი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ უნდა ვიცავთ, რომ ვიყოთ სასურველები, მოთხოვნადი, საუკეთესოები და შესაბამისად შედეგიც კარგი იქნება. ამიტომ აი ეს ორი არჩევანია. ანუ შეუძლია senior specialist შეუძლია დარჩეს სპეციალისტად ცხოვრების ბოლომდე სანამ შეძლებს მუშაობას, ან წავიდეს მე უკვე მენეჯერული კუთხით მენეჯერულ პოზიციებს.